მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და ყველაზე მწვავე თემა და ყველაზე მნიშვნელოვანი რითიც მინდა რომ დავიწყო და გკითხო. რას ნიშნავს როგორ გაშიფრავდი და როგორ განმარტებას გავუკეთებდი ტრამპის განცხადებას ირანთან დაკავშირებით, რასაც თითქოს გეგმავს რამდენად გამოვიყვე მეორე საკითხია, მაგრამ განადგურებით, სრული განადგურებით რომ იმუქრება ამ თემაზე, მაინტერესებს შენი აზრი რა სიტყვი და როგორ განმარტავ. კი ბატონო, ირანის ირგვლივ მოვლენები ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხედავთ როგორ ვითარება, ვრცელდება დრო და არას ხდება ირანი მაღალჩინო სამხედროების სიტუაცია საერთო ჯამში თვითონ ირანს ნებაზე ძალის უპასუხოს ადეკვატურად, მისი ძალებიდან გამომდინარე ამერიკის რეგიონულ მოკავშირეებს, ეს დიდად არ ეტყობა და თავისთავად ეს განცხადება ერთ-ერთი დამაგვირგვინებელია ზუსტად აი ამ ერთი თვიანი კონფლიქტის ფონზე. Ახლა სხვადასხვა ინტერპრეტაციები წავიკითხე მე აქ, იმიტომ რომ ასეთი რაღაც კაცობრიობას ცივი ომის პერიოდიდან ვისახს, ახლა კარიბის კრიზისი იყო ერთი, როდესაც ხრუშოვმა კუბაზე განალაგა ბირთვული კობინები ამერიკის საზღვართან იქ რამოდენიმე 10 კილომეტრში და ეს იყო თქვა ის 12 თუ რამდენი დღე იყო ის კრიზისი, ყოველდღიურობდნენ ბირთვულ შეტაკებას ამერიკასა და საბჭოთა კავშირის შორის. შემდეგ, როდესაც მოხდა ამერიკის მხრიდან უკან დახევა იმ გაგებით, რომ თურქეთიდან გაიტანეს თავიანთი ბირთვული კობინები, იქ რაღაც 10 თუ 12 ბირთვული ბომბი ჰქონდათ განთავსებული თურქეთში. ხო და ეს ამ უკან დახევათ ეს შეიძლება ჩაითვალოს და ამის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმაც ეს კუბიდან გაზიდა ბირთვული ბომბები. და ეს საერთოდ რაღაც ახალი ის არის, ასეთი რაღაც კაცობრიობას არ უნახია. მაშინ არ იყო მუქარა ასეთი, იქ იყო საუბარი კონკრეტული სახელმწიფოების, რომ მათ საფრთხელის ამ ბირთვული თქვა დაპირისპირების შედეგად. აქ ეს კაცობრიობა დააყენა, ჩვენ აშუაში ვართ ან მის რაღაც იმასთან ქიშფთან ირანთან, ამერიკა ირანს რაღაცას დავება, სხვა სამყარომ რა დააშავა რაც. ანუ საერთოდ არაადეკვატური, არადიპლომატიური განცხადება ჯერ ერთი და მეორე რომც არ გააკეთოს ეს ლაქად დარჩება თვითონ ამერიკის ადმინისტრაციას და შემდგომ ადმინისტრაციებს, იმიტომ საგარეო პოლიტიკაში ასეთი ბირთვული შანტაჟი კიმ ჩენ ინი არ იყენებს. მთელ მსოფლიოს გავანადგურებო. ხო და რა გითხრა და გამოიყენებს თუ არა დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველზე გვაქვს ჩვენ ლაპარაკი კიმ ჩენ ინზე არა, მაგას ისვას ხალხს. ახლა იაპონიას რო დაარტყეს, ახლა ის იმსახურებდა, არ იმსახურებდა ძალიან დიდი ისინი აქვს ჩადენილი მან იაპონელებს გენოციდის ტოლფასი, იქ მილიონობით ხალხი დახოცეს, მაგრამ მე ვიძახე ბირთვული ბომბის გამოყენებაზე. მუსლიმურ სახელმწიფოზე ბირთვული ბომბის დარტყმა რა შედეგია? სად უნდა დაარტყან ჯერ ერთი ის უცნობია, თეირანს უნდა დაარტყან 20 მილიონი აგლომერაციას? სად უნდა დაარტყან, რომ ირანის სამხედრო პოლიტიკური მანქანა გამოთიშონ? თითქმის მთელი სამხედრო პოლიტიკური ელიტა გაუნადგურეს. აი ირანს როფსალობა 20 წელზე მეტია. ეს ფიგურები ვინც გაანადგურეს, ესენი ხდებოდა სულ ამ 20 წლის განმავლობაში. შემორჩა თითზე ჩამოსათვლელი 1, 2, 3 და რამოდენიმე კიდევ თადარიგში ისე არიან გენერლები. ყველა მოსწეს. ამ სისტემა დგას. ანუ როგორ უნდა დაამხონ სასულიერო პირთა მმართველობა სარაკეტო იერიშებით, ჩანს რომ ეს არის სრული აბსურდი და შეუძლებელი მისია მათი მხრიდან. მეორე მომენტი, რაც შეეცადნენ თავდაპირველად, მაგრამ ეს არ გამოვიდა, საპროტესტო აქციებით აქვს ირანელებს საკმაოდ ბევრი საკითხი, რის გამოც ხელისუფლება უნდა გააკრიტიკონ და საკმაოდ მკაცრად სხვათა შორის ეს თითიდან გამოწვეული არის, მაგრამ ამის ფონზე ამ შიდა ძალები გამოიყენეს. ამის ფონზე შე რომ დემონსტრაციებს იყენებ შენი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხელისუფლების დასამხობად, აგერ თვითონ აღიარა ტრამპა რომ ეს იარაღს ვაწვდიო დემონსტრაციებს, ესეც მეორე სიგიჟე, ასეთი რაღაცა მე არ გამიგია რომ ამერიკა 1950 წლის სამხედრო გადატრიალებას, რომელიც
ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტო მოახდინა, ანუ მოსადეყი დაამხეს, მოხამედ მოსადეყი და შაჰი დააბრუნეს ხელისუფლებაში. ამას 20 წელი მალავდა და მხოლოდ 30 თუ 40 წლის მერე გახდა ცნობილი მთელი დეტალები როგორ მოწილობდა. ეს აგერ 2 კვირის თავზე უკვე რაც ეს ჩაწყრა ეს აქციები თუ რაღაცა 2 თვის თავზე უკაცრავად პირდაპირ ჩაუშვა. ფაქტიურად ყველა ის მხარე როგორი მეთოდებით ცდილობდა ირანის შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას. ხო, ქურთების მეშვეობით იარაღის მიწოდება. ესეც არ მიაღწია ამ კუთხით თავის შედეგებს, როგორც ჩანს ახლა ირანელებიც არ შეინიშნება თქვა ის მასიური გამოსვლები მით უმეტეს ამ საგარეო სარაკეტო დარტყმების ფონზე საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ არ შეინიშნება მსგავსი რაღაცეები და დილემის წინაშე დადგა, თუ გაუნადგურა სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდი აიათოლა ალი ხამენეი სისტემა არ ირღვევა მოსახლეობის წახალისება ამ კუთხით მოსახლეობა არ გამოდის თქვათ სეპარატისტული ანკლავები რომელიც მოიაზრება მაინც მოწყვლადი რეგიონები არის იქ თელეგი ბელუჯისტანი არაბისტანი ქურთისტანი ყველაზე მოწყვლადი მაინც ქურთისტანია მაგრამ არც იქ აქვთ დიდი მიღწევები საუბრობდნენ აგერ ზუსტად ერთი თვეც არ არის რამოდენიმე 1000 ქურთი მებრძოლი ერაყიდან გადავიდა ბრძოლებში ჩაება სად ვის უნახავს ერთი ქურთი მებრძოლი თქვათ რომელიც საბრძოლო მოქმედებებში ანუ როგორც ამ თვითონაც ქურთების იმაში არ აქვთ დიდი მხარდაჭერა იმიტომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა დაეხნო ირანის სპეციფიკური ეს არის სახელმწიფო აი ბევრი ნიუანსია რაც რომელსაც თუ არ გაითვალისწინებ მე ირღვევა მთელი შენი მოზაიკა და ის გეგმა რაც უნდა დაგეგმილია რაც მუშაობს სხვა ქვეყნების მიმართებაში და გიგვირს რატო არ მუშაობს ირანში სადამ ხუსეინის რო შეიჭრა 80 წელს სექტემბერში ირანის იმაში პროვინცია ხუზესტანში არაბები დასახლებულ არაბები სუნიტები არიან თავისთავად არ გადავიდნენ ისინი ერაყის მხარეს წესით გასაკვირიც უნდა იყოს ხო როგორც სუნიტი არაბი არ გადადის არაბული ერაყის არაბული ხელისუფლების მხარეს ერაყის მეთაურობით და პირიქით ირანულ შეიტურ ჯარში ჩაეწერნენ ხო იგივე სიტუაცია ახლა ქურთების ვერა იყოლიეს მაშინაც მოხდა სხვათა შორის შაჰი რო დაამხეს იქ 79 წელს მარტში მოხდა დიდი აჯანყება ქურთისტანში და თითქმის 2-3 წელი გასტანა ამ აჯანყებამ და იქ 10000 14000-მდე ქურთი შეეწირა იმას მაგრამ ჩაახშვეს და იმის მერე არ ყოფილა რანაირი ის მცირე ტერორისტული თავდასხმები ხდება თავისთავად არა მარტო ქურთისტანში არამედ ირანის ბელუჯისტანში მაგრამ საერთო ჯამში რო ავიღოთ დეზინტეგრაციული შიგნით პროცესები აი გამოყოფა თქვათ როგორც მოხდა ჩვენ შემთხვევაში გადავხდა აფხაზეთის ცხინვალი ხო საგარეო მხარდაჭერა რო იგრძნეს ავტომატურად გამოიყვნენ ცენტრს ირანში ასე არ ხდება თან მით უმეტესად წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამაზე ჩვენ რომ ირანის სახელმწიფო როგორ არის აწყობილი ეს ორი უმსხვილესი ეთნოსის სიმბიოზია ირანელი აზერბაიჯანელების რომელიც მოსახლეობიდან ესე 100 მილიონი მოსახლეობიდან 20-25 მილიონამდე საუბრობენ კაი 30 დაუჯეროთ ახლა აზერბაიჯანელები ჩემენ 30 არისო 30-მდე 30 მილიონამდე 50% სპარსელები და შემდეგ მოდის ეგ მცირე ჯგუფები ქურთები და სხვადასხვა ბელუჯები და ასე შემდეგ არაბი სუნიტები და ასე რა სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფები ამ ორი ეთნიკური ჯგუფის სიმბიოზი კრავს რომელიც გაერთიანებულია რელიგიური კომპონენტით შიიტური ისლამით შაჰი რო დაემხო რატო არ დაიშალა ეს სისტემა იმიტომ რომ შაჰის დროს სახელმწიფოს კრავდა მონარქია თავისთავად მონარქიის ინსტიტუტი და ძალოვანი უწყებები დღეს მონარქია არ არსებობს მაგრამ არის რელიგიური კომპონენტი შიიზმი რელიგიური ინსტიტუცია და ასევე ძალოვანი უწყებები გუშაქთა корпуსი და შემდეგ მოდის ეს მთელი რიგი მათთან აფილირებული სხვადასხვა პარამილიტარისტური დაჯგუფებები ბასიჯები და კიდევ არის იქ სხვადასხვა რაღაც ასეთი მცირე ზომის სადამძილო სტრუქტურები ვერ ხერხდება სხვა მეტი რა გზა აქვს ახლა ირანის სამხედრო თვალსაზრისით ახლოსაც ვერ მივაღლა ეს ამერიკას მოუგებს რაღაცა ეს არის აბსურდი პირდაპირ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით რომ ერთმანეთს დაატაკო ხო ერთ კვირაში
ირანისგან სამხედრო პოტენციალი უშუალოდ რომ მოხდეს მას არანაირი შანსი არ აქვს თეორიული, მაგრამ ირანი არის დიდი სახელმწიფო, 1.600.000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი, ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე მეტი მთიანი რელიეფები. თან უდაბნოც არის კიდევ სხვა რაღაც ისეთისა კლიმატური პირობები, რაც თქვათ საგარეო ინტერვენციას დიდად გამორიცხავს, იმიტომ რომ არნახული ძალების მობილიზაცია და რესურსი უნდა ჩაიდოს, რომ ეს თქვათ ამჟამინდელი რეჟიმი შეცვალო და ისიც კითხვის ქვეშ არის შეცვლილი თუ არა, იმიტომ რომ როდესაც მსგავსი რაღაცა ინვესტიციას ვდებ, ინვესტიცია იმ გაგებით, რომ რაღაცას მოხდება, რო გინდა გადატრიალება, შეთქმულება, აჯანყება, ამას გარკვეული თანხა გაქვს გათვლილი შენ. შენ ახლა მთელი ქვეყნის ბიუჯეტს ხო ვერ თხლიშავ ახლა იმაში, ხო? ერთი ქვეყნის მიმართულებით. ხო და არის გარკვეული თანხა სამხედრო რესურსები, რაც შენ გიღირს რომ ეს განახორციელო. ირანის შემთხვევაში სამხედრო ინტერვენცია, ეს ვიეტნამის ომი მონაგონი იქნება ჯერ ერთი ახლოსაც ვერ მივა, ახლა რა ელფერი მიეცემა თვითონ ამ იმას, იმიტომ რომ ირანელებსაც უბრალოდ ეს უნდათ, ეს აწყობს, სხვა კუთხით ვერაფერს ვერ გაუგეთებენ. ერთია ჰორმუზის სრუტეს რო კეტავენ და მეორეა თუ ინტერვენცია მოხდა, მაშინ დარაზმავენ მთელ მოსახლეობას და ყოველ ვინც ნეიტრალურიც იყო და ამ რეჟიმის წინააღმდეგ იყო. ისიც საკითხავია ახლა აბრამსის ტანკზე შემოჯდება და თეირანს შეუტევს, თუ პირიქით თქვათ ეს აიათოლების იმ დროშებს აფრიალებს და იმით შეუტევს უკვე გარე ინტერვენციას. მე ვფიქრობ უფრო მეორე. ძალიან სპეციფიკური და ესე უცნაური არის თვითონ ეს ირანის სახელმწიფო, მათი ესე იგი რო დავაკეთოთ რეგიონში ირანი არის ყველაზე ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის მქონე სახელმწიფო. სხვადასხვა დინასტიების ქვეშ. იყო სუსტი, იყო თქვათ საუკუნე ნახევარი, 2 საუკუნე სუსტი იყო, მერე ძლიერდებოდა. დაწყებული აქემენიანთა იმპერია, სასანიანთა იმპერია, მერე არაბული სახალიფო იყო, მერე სხვადასხვა სახელმწიფოები შეიქმნა, მერე მონღოლებმა აიღეს, შემდეგ თემურლენგმაც აიღო, მერე თურქმანული დინასტიები წამოვიდნენ, თურქული დინასტიები. ეს ავიღოთ სეფიანთა დინასტია, ჩვენთვის ცნობილი, ხო? ეს ყვადაღებული შაჰ-აბასი, ხო? ხო და შემდეგ აფშარები, შემდეგ ყაჯართა დინასტია და შემდეგ ფეხლევის დინასტია, ანუ ყოველთვის იყო იმპერიული ამბიციებით. ქონე, ყაჯართა დინასტიას ყველაზე უსუსტესი პოზიცია გააჩნდა ირანს რეგიონში. აი, ნახევარ კოლონია იყო ბრიტანეთის და იქ რუსეთის იმპერიის და მერე უკვე ახალი დინასტია რომ მოვიდა იქ სულ სხვა გეოპოლიტიკური თამაშები წავიდა. ასეთ ვითარებაში მათი აღქმა, ირანელების აღქმა, ისინი სულ იყვნენ იქ. და ამერიკას უყურებენ როგორც უცხო მოსულ ძალას, რომელიც ირანს კარნახობს. როდესაც ირანი კარნახობდა იქ საუკუნეების განმავლობაში. კი არ ვიძახი ეს ასე უნდა იყოს, მე ვიძახი როგორი აღქმა აქვს ირანელებს, როგორ უყურებენ ამას. ეს იმაზე პასუხი რომ ირანელები არ დათანხმდებიან ნეიტრალიტეტის არა, მის კაპიტულაციის გამოცხადებას. ანუ რაღაცას უნდა წაიღონ სახში, რაც მოგებად გაასახებენ. ოღონდ უნდა მოგება იყოს გარკვეული წილით ახლა სანქციების მოხსნა რაღაცა და მსგავსი რაღაცები, რაც ირანი წლების განმავლობაში ცდილობდა მიეღწია, თუმცა პირიქით სიტუაცია ფაქტიურად კონტროლიდან გამოდის და არავინ არ იცის ახლა მაგის როგორ დასრულდება. ამიტომ ახლა თვითონ ახლა მოკლე იმას ვიტყვი და შემდეგ შეგიძლია შეკითხო დასვათ. აი ირანის სამხედრო ინტერვენციის შესახებ. აი თქვათ ახლა ირანში 60,000-ზე მეტი მეჩეთია. აქედან შეიძლება უფრო მოქმედი რო არის 40,000-მდე ან ცოტა ნაკლები ასე. ახლა ისფაჰანის პროვინციაში 7,000-ზე მეტი მეჩეთია, ირანის აზერბაიჯანში 6,500-ზე მეტი. იქ თავისი მოლები ყავთ, თავისი 10,000 მრევლით. იქ რო შეხვალ, რას უპირებ მაგათ? ჯერ ერთი არავინ არ დახვდება ყვავილებით. ხო და უნდა დაანგრიო ეს ყველა მეჩეთები, ეს რელიგიური ომია მაშინ. ხო და რელიგიურ ომში ახლა ვინ გამოვა მოგებული, ახლა ის თავის მიწაზეა. რა რეჟიმია, როგორ რეჟიმია, ეს სხვა თემაა, მაგრამ ის თავის მიწაზეა და დაიცავს კბილებით. ამიტომ სრული აბსურდი იქნება სახმელეთო ოპერაცია ირანის ტერიტორიაზე. აი კუნძულების დაკავება შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც
ძალიან დიდი რისკის შემცვლელია ამერიკისთვის, იმიტომ რომ უკვე ერთი თვეა გვიმტკიცებენ, ყოველ კვირას გვიმტკიცებენ, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი, სარაკეტო პოტენციალი ამოწურულია, განადგურებულია. აბა რით ბომბავს ამ იმას, შაჰიდები და ბალისტიკური რაკეტები დღემდე რო გრძელდება. აგერ დილით დაბომბა კიდევ იქ არაბული ქვეყნების ნავთობგაზის ინფრასტრუქტურა. თან ყოველას არის ის ახლა მაგასაც აქვს დიდი პოტენციალი კი გაუნადგურეს, სავარაუდოდ 80%-მდე, მაგრამ ამ პროცესში იქ რა ქარხნები აქვს შემორჩენილი ამის ხელახლა შექმნისთვის, იქნებ ვინმე სხვა კიდევ აწვდის კომპონენტებს. იცის ვინმე? ჩინეთი რას აკეთებს, რუსეთი ფარულად ღიად ხომას არავინ არ იტყვის. ხო, იმიტომ რომ ირანისთვის თავარი ახლა ეს დროში გაწელოს. დაანგრევენ, გადაამტვრევენ ხერხემალში ინფრასტრუქტურას გაუნადგურებენ, მაგრამ დროში რო გაწელოს, ეს უკვე პრობლემაა მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის. აი, არაბული ქვეყნების, რო გახსოვთ, ხო, არაბული ნავთობმონარქიები გამოირჩეოდნენ სტაბილურობით, ეს იყო მათი ერთგვარი იმიჯი. ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, დუბაი ხო საერთოდ, აი დუბაის საამიროების, გაერთიანებულ არაბთა საამიროების, ვინც არ იცის ახლა მაყურებელმა, მაინც ახლა შეიძლება ეცოდინებათ, იქნებიან თავისთავად, მაგრამ 7 საამიროსგან შედგება. დუბაი არის წამყვანი ის, ხო, აბუ-დაბი, დუბაი. 7 საამიროსგან შედგება და წამყვანი აქედან ეს აბუ-დაბი და დუბაი. იქ აბუ-დაბი, დუბაი, შარჯა, აჯმან, უმელ-კაივანი, რასელ-ხაიმა და ელ-ფუჯაირა. აი ეს 7 საამირო კრავს ამ გაერთიანებულ საამიროებს. ყოველდღიური დანაკარგი 700 მილიონ დოლარს აჭარბებს. 700 მილიონ ყოველ დღე. ანუ როგორი ინფრასტრუქტურა ქონდა მოხდილი ტურისტული და შემდეგ ეს მთელი ეს ნანოტექნოლოგიები, ეს ხაბი, ბიზნესის ცენტრი, ხო? ყოველდღიური ასეთი დანაკარგია და რომ შეწყდეს, აი ხვალ არ მოხდეს ის, რასაც ტრამპი აცხადებს. მაგას დაჭირდება წლები, რომ დაუბრუნდეს აი ამ კონფლიქტამდე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებელს, დუბაი. იმიტომ ნდობა უნდა აღადგინოს, რომ ხარ შენ სტაბილური, ღირს შენთან მილიარდების ჩადება. იქნებ ოფისები სხვაგან გადავიტანოთ, სინგაპურში იქნებ გადავიტანოთ, იქ ვინ დაეტაკება ერთმანეთს. ან სხვაგან, ან ჩვენ რო შევთავაზოთ რამეში მაინც რო გამოვდგეთ. მაქვრივ ისედაც დაღუპულები ვართ, რაღაც უნდა შეთავაზება. ვასილი, ნახე რა მინდა კითხო კომენტარში დაიწერა შეკითხვა. ცოტა ბოლოსკენ მინდოდა ეს თემა, მაგრამ რადგან მიუყვებით უკვე და ადამიანმა დასვა შეკითხვა და არ მინდა იფიქროს რომ უყურადღებოდ დავტოვე, ბირთვული ხობინის გამოყენებაზე რას ფიქრობ, გამოიყენებს თუ არა ამერიკაო და ქვემოდან გთხოვეს და ამიტომ დავსვი ეხლა ეს შეკითხვა, თორემ მანამდე ბევრი რაღაც იყო გასავლელები და მე ჩაგეკითხები დანარჩენს. აუღრეთ ახლა მე არ ვიცი იქვის როგორ გადაეკეტება, იმიტომ რომ თვითონ მე-20 საუკუნეც რო ავიღოთ 21 საკეთ დასაწყისი, შეუძლებელი არაფერი არ არის. აი ვთქვათ, ეს არ მოხდება, ამას არ იკადრებენ. ეს არ უნდა წამოგიქცეს, მით უმეტეს არც 32-ში ვერ იფიქრებდა რომ იქ ებრაელებს, მილიონობით ებრაელს გაჟლიტავდნენ. მეორე მსოფლიო ომი დაიწყებოდა და იქით იაპონიას ორ ბირთვულ იმას დაარტყამდნენ. თან გამოსილება ამ კუთხით აქვს, მაგრამ უბრალოდ არც ვერ ხედავ, სად უნდა დაარტყან. დაარტყმას ხო აზრი აქვს? რაღაცა ხო დანიშნულება ხო აქვს? იაპონია წამოვიდა კაპიტულაციაზე, მაგრამ იქ სულ სხვა ვითარება იყო. აბსოლუტურად სხვა, იქ საბჭოთა ჯარები ჩაერთვნენ იმაში მანჯურიაში გადაალახეს მანჯურის ტერიტორია, დაამხეს ეს მანჯურის მარიონეტული იმპერატორი პუი, იქ იყო განლაგებული კვანტონის ცენტრალური შტაბი, კვანტონის არმია, მილიონიანი ჯარი, დაამარცხა ეს მილიონიანი ჯარი, უბრალოდ დანებდნენ, მაგრამ დამარცხება ქვია, რომ უკვე იცოდნენ, რომ შუაზე გახევდა საბჭოთა კავშირის ჯარი, ხო, გამოწვნილი მეორე მსოფლიო ომში. და ამის ფონზე რომ კიდევ აგერ ასეთი ის რო ხდებოდა კატაკლიზმები, უკან დახევები იაპონური ჯარის, ამ დროს რომ დაარტყეს ორი ბირთვული, უკვე იაპონელებს არჩევანი ჰქონდათ, ან ბოლომდე ებრძოლათ, ამისთვის მზად იყვნენ, 8 მილიონიანი ჯარი ყავდათ მაგ დროისთვის. და ეს ბირთვული ის რომ დაარტყეს და საბჭოთა ჯარები რომ შემოიჭრენ უკვე იქ, შემოიჭრენ რა, ცეცხლი გაუხსნეს კვანტონის ჯარს და ომში ჩაებდნენ, ხო? იაპონიის წინააღმდეგ. აი მაშინ დათანხმდნენ კაპიტულაციას და იქ ორი პირობა წაუყენეს, იმპერატორის ხელშეუხლებლობა და მონარქიას თავისთავად არ გაუქმებენ.
ნუ რაზეც დათანხმდნენ ამერიკელები და ნუ შემდეგ უკვე სხვა კუთხით დავითარდა, ნუ იმპერატორის ერთი ბრძანებით 8 მილიონმა ადამიანმა დაყარა იარაღი. ახლა ირანის შემთხვევაში ცენტრი სად არის? სამეთაურო, აი ხახის მოჩთაბა ხამენეის თქვათ საუბრობ მძიმე დაჭრილია, სავარაუდოდ მძიმე დაჭრილია, იმიტომ რომ ასეთ ვითარებაში მისი გამოჩენა პირიქით გაამხნევებდა მოსახლეობას. აი მაგიც უნდა მეკითხა ინფორმაცია გავრცელდა რომ ძალიან არის დასავლური. საკმაოდ მძიმედ არის და შეიძლება არც კი იყოს, ნუ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ რო არ ჩანს ახლა მიმართვის გაკეთებას რა უნდოდა, ახლა იქ ისეთი ბუნკერებია იქ შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ რაც აირჩიეს მის მერე არ ჩანს და ასეთ ვითარებაში კარგი იქნებოდა მოსახლეობისთვის, ნუ თვითონ ამ ხელისუფლების მხრიდან რომ ეს მოხდარიყო, მაგრამ რო არ ხდება სავარაუდოდ ძიმე დაჭრილი, მაგრამ სისტემა აგრძელებს. როგორ რანაირად ყველა მეთაურები მოკლეს. რანაირად, იმიტომ რომ მეჩეთების ქსელზეა დაფუძნებული, პიროვნებაზე არ არის აგებული. შახე ჩვენ ვისაუბრეთ მაშინ რომ შახეს სისტემა რატომ დაეცა. ნახე, მე მახსოვს ერთ-ერთ ლაივში შენ ისაუბრეთ ჩემთან ვასილ რომ ისი აქვს დაალაგებული სისტემა, ჩანაცვლება უცებ და მარტივად ხდება და უმეთაუროდ არ რჩებიანო. რაღაც სისტემა აქვს შეკროლიო, ესე ახსენი როგორც მახსოვს და თუ შეგიძლია მაგაზიც კიდევ დეტალებში დღეს შეიძლება სულ სხვა მაყურებელი ვიყურებდეს რაღაც რაოდენობა მაინც და მათთვისაც რომ თქო. აი, მაშინ მცირე შეხსენება დღევანდელი სისტემის ირანელებმა რა გააკეთეს, ანუ მათი კუთხით რა მომენტების გათვალისწინება მოხდა. მცირე ექსკურსი დრო გვაქვს, მგონი არ ვითიშებით, ხო? დროში ხო იცით ჩემთან შეზღუდული არ ხართ. ხო, მცირე განმარტება, მცირე არა, ნუ კარგად გავხსნი მას. ესე იგი თვითონ სასულიერო პირების აქედან დავიწყოთ სასულიერო პირების ხელისუფლებაში მოსulis წინაპირობა რამ განაპირობა აი როგორ მოვიდნენ სასულიერო პირები პოლიტიკოსები არ იყვნენ მაგრამ შექმნეს სახელმწიფო თეოკრატიული მოდელი სადაც ყველაფერს თვითონ განაგებენ და მათ წიაღში წამოზრდილი ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი ფაქტიურად მათი შვილები არიან ნუ ასე უხეში თქმით რო ვთქვათ აი ამ სასულიერო პირების იმაში იდეოლოგიურ ქვაბში მოიხარშენ ისინი და შეიქმნა რევოლუციის გამარჯვებიდან 2-3 თვეში. ესე იგი, როგორ მოვიდნენ ირანელი აიათოლები ხელისუფლებაში. თვითონ აიათოლების ინსტიტუტი მან არაერთი საუკუნე ითვლის თვითონ ამ ინსტიტუტს, მაგრამ მათი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა ფიქსირდება, ნუ უფრო ხმამაღლა დროს საუბრობენ. ზეგავლენა შახის კარზე სხვა არის, მაგრამ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და უკვე მოსახლეობის დაყოლიება კონკრეტული საკითხისადმი დარაზმისაკენ საპროტესტებლად, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ეს სხვა ფენომენია. ერთია რომ ხელისუფლებასთან ერთად ხარ, თქვა რომელიმე საკითხის მიმართულებით დამუშავებ. მეორეა ცალკე რომ მოუწოდე მოსახლეობას და აქ უკვე სხვა პოლიტიკურ ამინს ქნის. შენ ხარ უკვე ამ ძალების სამობილიზაციო ცენტრი. და შენ მიმართო მათ. აი მან უჩნდებოდათ უკვე ამბიციები. ეს მოხდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მაშინ მოგესწრებათ, როდესაც ყაჯართა ირანი დამარცხა რუსეთის იმპერიასთან ომებში 1800-იან დასაწყისში, იქ როდესაც სამხრეთ კავკასიიდან გამდევნა რუსეთმა, თავისთავად კიდე მეორე ცვლილება ჰქონდათ იქ ეს დაებრუნებინათ 1820-იან წლების ბოლოს. დამარცხდნენ და აი მის შემდეგ უკვე გადავიდნენ მთლიანად ბრიტანეთის მფარველობის ქვეშ. აი ფაქტურად პროტექტორატი იყო. მის შემდეგ ყაჯართა ირანის რაიმე საშინაო საგარეო პოლიტიკაში აქტივობაზე საერთოდ ვერაფერს ვერ ნახავთ. ნუ იყო იქ კულტურული განვითარება თავისთავად რაღაც მიღწევები, მაგრამ მთლიანად იყო საერთო არსი ამ სახელმწიფოს იყო ფეოდალური უკიდურესად ჩამორჩენილი ყველა სფეროში ну კულტურულის გარდა კულტურაში ცოტა რაღაცა იქ ყავდა უვარდათ მაგათ ასევე ცეკვა და ის ხტონვა ხო და იყო ეგ მანდ რაღაცები მიღწევები მაგრამ საერთო ჯამში პოლიტიკურ სფეროში ჩამორჩებოდნენ ყველაფერი ტელეგრაფი პოსტა ბანკები რკინის გზა პორტები გადავიდა ბრიტანელების ხელში ამის გასაპროტესტებლად პირველი ესეთი მასიური ხასიათი მიიღო თამბაქოს ამბოხებას უწოდებენ თამბაქოს მონოპოლია ჰქონდა ბრიტანელებს და ამის გასაპროტესტებლად ირანელებს არაფერი არ რჩებოდათ
მან აიათოლებმა წამოწიეს პოლიტიკური მოწოდებები. მან გაჟღერდა პირველად და საკმაოდ დიდი ის ჰქონდათ მაგ გამოხმაურება მოსახლეობაში და ყაჯართა სამეფო კარით იძულებული იქნა ეს აქ რაღაც ინტერესები გაითვალისწინებინა სასულიერო პირების. შემდეგ უკვე ყაჯართა დინასტია რო დაამხეს 25 წელს რეზა ხანმა და ფეხლევის დინასტიის ჩამოყალიბებით მან დაიწყო თურქეთში როგორც მუსტაფა ქემალ ათათურქმა დაიწყო სეკულარული რეფორმები საკმაოდ რადიკალური და დრაკონული მეთოდებით, სხვანაირად არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე იქით ოსმალთა დინასტიის წევრების ქვეყნიდან გაძევება 22 წელს გაუქმეს ნოემბერში სულთანატი, 23 წელს უკვე ის გამოცხადდა რესპუბლიკა და 24 წელს მარტში გაუქმეს ხალიფატი. ანუ სულთანი მანამდე იყო როგორც ფადიშაჰი, ანუ ხო მეფე და ამავე დროს იყო ხალიფა, ანუ მთელი მუსლიმების სულიერი ლიდერი, მარტო თურქეთის არა, მთელი მუსლიმების. და გააუქმა შემდეგ ხალიფატი. და აი ამ რეფორმების ფონზე რა თურქეთში მიმდინარეობდა, იგივე რეფორმების გატარება დაიწყო რეზა ხანმა ირანში. და იქ სასულიერო პირებმა წამოყვეს თავი, იმიტომ რომ თავიანთ პოზიციებს თავისთავად ძლიერ ასუსტებდა მისი რეფორმები. მაგრამ შეძლო მან მათი ასე რომ ვთქვათ მოთოკვა მათი გავლენების მაგ პერიოდში მე უკვე ვიცით ეს მეორე მსოფლიო ომის ფონზე როდესაც საბჭოთა კავშირთან ეს დაიწყო შეიჭრა ბრიტანეთის გერმანიის ჯარები შეიჭრნენ საბჭოთა კავშირში 50 წლის სექტემბერში ბრიტანელებთან და საბჭოთა ჯარებთან ერთად შეთანხმებულად 50 წლის სექტემბერში საბჭოთა ჯარები შეიჭრა ჩრდილოეთ ირანში, სამხრეთში შეიჭრა ბრიტანელი ზონებად გაიყო და შუაში იყო ბუფერული ზონა თვალსაჩინო 30 კილომეტრი. ნუ შეხება რა ქონოდათ. ამის ფონზე მან სხვათა შორის ბრიტანელებმა რეზა ხანს ურჩიეს წინააღმდეგობა გაუწიოს საბჭოთა ჯარებსო. იმიტომ რომ შენ მოსახლეობაში გიცნობენო როგორც ასეთი კაცრი იმ გაგებით რომ რკინის ხელით ალაგმე ფეოდალთა აჯანყებები და იქ ბევრი აჯანყება იყო გილანის საბჭოთა რესპუბლიკად გაანადგურა ქურთების აჯანყებები გაანადგურა ქვეყანა გაერთიანა ეს რეზა ხანმა შენ აი ასეთი ქარიზმატულ და რკინისებულ კაცად მიაჩნია მოსახლეობაში და შენი დინასტიას გაგრძელება რომ კონდესო თლად წინააღმდეგობის გამწევის იმით ნუწახვალო და იქ მცირე წინააღმდეგობა გაუწია რეზა ხანმა შემდეგ ტახტიდან გადადგა იმიტომ რომ თვითონ მაგასაც აგეს ეს სიტყვები ნათქვამი მოყავთ მე იქ მემუარებში ავტორებს რომ მე მოსახლეობა მისვამდა როგორც დამოუკიდებელ მართლას და მე ბრიტანელების და საბჭოთა ჯარების თავარი საგლობის ბრძანებებს არ შევასრულებ. ნუ გადადგა ტახტიდან ტახტი დაუთმო ახალგაზრდა შაჰს 22 წლის მოჰამედ რეზა ფეხლევის და აქედან იწყება ზუსტად სასულიერო პირების აღმავლობა იმ ხელისუფლებისკენ, რაც შემდეგ 79 წელს დაგვირგვინდა ისლამური რევოლუციით. 41 წლიდან 53 წლამდე შაჰი ფაქტიურად იყო აი კონსტიტუციური მონარქი. აი დიდი უფლებები არ ჰქონდა. აი შაჰის სიტყვა ყველაფერში ჭირდა, არა იქ პარლამენტი იყო თან მით უმეტეს 46 წლამდე ქვეყანა ოკუპირებული იყო ბრიტანელების და საბჭოთა ჯარების მიერ ეს ოკუპაცია არ ნიშნავს უბრალოდ ჯარების ყოფნას, ასევე გავლენების ზრდა მათი სადაზვერვო ინსტიტუტების მხრიდან. იქ დეპუტატების მოსყიდვა, გუბერნატორების მოსყიდვა, გავლენები რო შეინარჩუნონ შემდეგ პოსტ ჯარების გაყვანის ეპოქაში. საბჭოთა ჯარები რო გავიდა, ორი სეპარატისტული წარმონაქმნი დაუტოვა. მეხაბადის ქურთების რესპუბლიკა და ირანის ესე იგი სამხრეთ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა. მან დასავლეთის მხარდაჭერით 46 წელს მალევე, როგორც კი საბჭოთა ჯარები გავიდა, შაჰმა გაანადგურა ეს წარმონაქმნები და 53 წლამდე მაინც კონსტიტუციური მონარქად რჩებოდა. აი 51 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა პრემიერად დაირჩიეს მოჰამედ მოსადიყი, სხვათა შორის ყაჯართა დინასტიის წარმომადგენელი. ყაჯართა დინასტიის, რომელიც აი ამ ახალგაზრდა მოჰამედ რეზა ფეხლევის მამამ დაამხო 1925 წელს. ეს ისე სხვათა შორის მაინც როგორი ქიშპი ჰქონდათ ამ შაჰთან. ესე იგი მოჰამედ მოსადიყმა გადაწყვიტა ირანის ნავთობის კომპანიის ნაციონალიზაცია
რომელიც ბრიტანელების ხელში იყო. თუ არ ვცდები, დაახლოებით 5% რჩებოდათ ირანელებს. იმიდან მოგევიდნენ, ხო? Ну, 100 ლარიდან 5 ლარი რჩებოდათ. ასე ხშირად რო ვთქვა. ნავთობის საკუთარი ნავთობის იმიდან. კი, ააშენეს ბრიტანელებმა ინფრასტრუქტურა, ყველაფერი გაზედვის და ეს ირანელებსაც არაფერი არ ქონდათ, არც გამოცდილება და არც ტექნოლოგია, მაგრამ 5% ახლა ნუ ცოტა არ იყოს და ესეთი ისაა, ხო? შესთავაზა კომპენსაცია მოხამედ მოსადიყმა, მაგრამ ბრიტანელებმა პირობა წაუყენეს, კი, დავთანხმდებით ნაციონალიზაციას თუ 1993 წლამდე კომპენსაციის სახით მოგების იმიდანაც ჩვენი წელიც მოვა. ნუ ახლა ამას მინდა დავხდებოდა ასეთ იმას, ხო? შემდეგ მოხამედ მოსადიყი გაემგზავრა ვაშინგტონში, შეხვედრა ჰქონდა მაშინდელ პრეზიდენტ ჰარი ტრუმენთან, ნუ მხარდაჭერის მოპოვებისათვის, იქ რაღაცა დათმობებზე იყო საუბარი, წასულიყო, მაგრამ მაშინდელ ახლა ცივი ომის პერიოდია, ახალგახურებული იყო და ასეთ ვითარებაში ბრიტანეთის გადამტერება ამერიკას ვიღაც მასთვის, ვიღაც მოხამედ მოსადიყის გამო თავისთავად არ წავიდოდა ამ გარიგებაზე. პირიქით ბრიტანელებს შეეკვნენ, მაგრამ შეეკვნენ ბოლო პერიოდში, როდესაც ბრიტანელების პოზიციები ძლიერ შეასუსტა. ანუ შეხედეთ რა გააკეთა, იმიტომ რომ თვითონ ახლომოსავლეთში ბრიტანელებს ჰქონდათ დიდი გავლენა. ერაყის დაარსება, დავიღოთ 1921 წელს ხაშემიანთა დინასტიას, პრობრიტანული მონარქია იყო 1958 წლის ივლისამდე. ირანშიც როგორი გავლენები ჰქონდათ და თავისთავად ახლა ამერიკასაც სურდა, თქვათ, ახლომოსავლური ნამცხვრის ნაჭერი თვითონაც რომ შერჩენოდა. ნავთობზე იყო საუბარი, პირდაპირ ნამცხვარზე არა საუბარი. ნავთობი და გაზი. და უარი განუცხადეს და შემდეგ მოახდინეს ირანის ბლოკადა. აი ჩვენ ახლა მივდივართ ზუსტად სასულიერო პირების წინაპლანზე რომ წამოდიდნენ. სასულიერო პირების ნაწილი აიათოლა ქაშანის მეთაურობით მხარს უჭერდა ნაციონალიზაციას, ანუ მოხამედ მოსადიყს, თუმცა მეორე მხრივაც აქაც შახის კართანაც თამაშობდა, ანუ ორ სკამზე ცდილობდა დაждომას. თვითონ შახის პოზიცია მაშინ ამ ნავთობის ნაციონალიზაციის პერიოდში იყო ასეთი. ის იყო თავისთავად ნაციონალიზაციის მომხრე. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ახლახან იყო ოკუპირებული, ძლიერ დასუსტებული ეკონომიკურად, საგარეო მოკავშირეები არ ყავს, ცივი ომის მძვინვარებს, ქვეყანა მოძლიერებული არა, ხალხი შიმშილობს. ასეთ პირობებში ნაციონალიზაციის მოხდენა შახი როგორც ამას იხსენებს, გამოიწვევდა გარე ძალების ინტერვენციას, რაც შემდეგ მოხდა, მისთვის სასარგებლოდ მოხდა თავისთავად, იმიტომ რომ მისი ფაქტორი გამოიყენეს, რომ შემდეგ რაღაცა ცენტრს შეეცო ის ძალაუფლება, რომ ჩაებეტონებინათ თავიანთი ინტერესები. მაგრამ ინტერვენცია ხო მოხდა, ანუ გარე წამყვან ძალებთან მოუწევსო ირანს ჭიდილი, რომელსაც ვერ გაუმკლავდებაო. იქ 9 წელზე მეტი თუ 1 წელზე მეტი იყო ბლოკადა ირანის, დაიწყო იქ შიმშილი, პირველად მოხმარების პროდუქციების დეფიციტი და ასე შემდეგ, როგორც იქნება ხოლმე კრიზისები და ამის ფონზე იქ მოხდა მოსყიდვები მთელი რიგი პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, კრიმინალური ელემენტებისაც, სხვათა შორის და შახისადმი ერთგულ ასე გამორჩეულ ოფიცრების დახმარება, იქ აღჭურვილობის მიცემა, კავშირგაბმულობის შეიარაღებას, ამუნიციის და ასეთ პირობებში მოხდა გადატრიალება 53 წლის 16 აგვისტოს დაიწყო, 19 აგვისტოს დაგვირგვინდა, შახი 3 დღით იმყოფებოდა მაშინ გადაფრინდა ერაყის ჯერ ჩრდილოეთ ირანში იმყოფებოდა, შემდეგ ერაყში გადაფრინდა თვითონ მეუღლესთან ერთად, სორაია ესფანდიარი ბახტიარისთან ერთად და შემდეგ გაემგზავრა რომში. ნუ უკვე არც ჯეროდა რომის დაბრუნდებოდა უკან ირანში. და როდესაც იქ სასტუმრო ექსელსიორ თუ ასწლები, მან ერთი კორესპონდენტი მივარდა, გახარებული იმით და შახს გაზეთი აჩვენა, რომ მოხამედ მოსადიყის მთავრობა დამხობილია და შახის ჯარები აკონტროლებენ სიტუაციას. და თვითონ მე თვითონ შახის ტყუპისცალი და აშრაფ ფეხლევი იხსენებს, რომ ცრემლები მოადგაო მაგ დროსო იმას შახს. და უკან რო დაბრუნდა
ამერიკელების მიერ ნაჩუქნი, შეკერილი სამხედრო ფორმით დაბრუნდა. და უყურეთ რამ ერთი კვირით ადრე სანამ ეს მოხდებოდა კონსტიტუციური მონარქია იყო. ანუ იქ მოხამედ მოსადეყის პრემიერის სიტყვა და პარლამენტის სიტყვა იყო უფრო მაღალი. შახის სიტყვაც ძლიერი იყო, მაგრამ კონსტიტუციური რო იყო დიდი წინააღმდეგობას ამ კუთხით ვერ გაუწევდა, პრობლემები შეექნებოდა. რო დაბრუნდა აეროპორტში, იქ დახვდა ეს იმის სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი, უпроსოდ მეთაური ორგანიზატორები იყვნენ ბრიტანეთის სპეცსამსახურები და დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები, ქერმით რუზველტი იყო მაშინდელი CIA-ის წარმომადგენელი რეზიდენტი, მაგას წიგნის აქ დაწერილი 79 წელს ეს გადატრიალება რომ მოახდინა მაგაზე და აეროპორტში რო დახვდა პირველი ეს ჩემს წიგნშიც არის ნახსენები თვითონ აი როგორი მოხდა ტრანსფორმაცია სულ რამოდენიმე დღეში. იყო კონსტიტუციური მორიდებული კაცი და აი არ ქონდა იმის იმედები რომ რამეს მიაღწევდნენ თვითონ ამ გადატრიალების მოწყობის ორგანიზატორებიც იხსენებდნენ რომ შახი ყოყმანობდაო, ანუ არ ჩქარობდაო და შახი ფრთხილად უდგებოდა. იმიტომ რომ უნდა დაეწონა როგორც ნაციონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რადიკალური ნაბიჯები გამოიწვიოს ქვეყნის ბლოკადასო და საგარეო ძალების ინტერვენციასო, რაც შემდეგ მოხდა. და იგივე სიტუაციაში გადატრიალების მოწყობისას თუ რამე არ გავთვალეთო, ფაქტიურად დამთავრებული არისო ჩვენი ეს საქმე, მაგრამ იქ უკვე ისეთი სადაზვერვო სტრუქტურები იყო ჩართული შახს ალბათ არ ჰქონდა ბოლომდე წარმოადგენული რისი გაკეთებები შეეძლოთ აი ამ სადაზვერვო სტრუქტურებს. და ერთი სიტყვით აეროპორტში რო ჩავიდა დახვდა ეს გენერალ ფაზლულა ზახედი, პრემიერ-მინისტრი რო გახდა ეს დანიშნეს, აპრიორი წინასწარ დანიშნეს შახის ფირმანით, განკარგულებით პრემიერ-მინისტრად. დახვდა შემდეგ პოლკოვნიკი უბრალოდ გენერალი ნემათოლა ნასირი. მანამდე იყო პოლკოვნიკი, შახი სანამ წავიდოდა იმაში. 3 დღით ადრე იყო პოლკოვნიკი, დაბრუნდა და გენერალი და აი იქ აეროპორტში კითხა ვინ მოგცაო ის გენერლის წოდებაო. ხო და გენერალ ფაზლულა ზახედი მომანიჭაო. ეს მისი პრეროგატივა არ არის, მე ვარო შახი და მე ვარო მთავარსარდალიო. ეს სამხედრო წოდების მინიჭებაო. მხოლოდ შახის პრეროგატივა არის. ანუ აქვე უკვე გაუსვა ხაზი იქნებოდა ეს კონსტიტუციური მონარქი თუ რეალურად შეუდგებოდა მმართველობას. ასეთ ვითარებაში, როდესაც დასავლეთმა დაეხმარა შახს გადარჩენილი იყოს, მისში რეჟიმი გადარჩენილი იყო, მას მოუწია დათმობებზე წასვლა ნავთობის საკითხებზე, ოღონდ არა ისე რომ 5% რჩებოდა ირანს, 50% გაიყო. იქ უწოდებენ 7 და ეს სხვადასხვა ქვეყნების ნავთობკორპორაციები იყო. ბრიტანეთის, ჰოლანდია, იქ ამერიკის სხვადასხვა წილები ერგო იმათ, აი ამ 7 კორპორაცია და 7 დად არის წოდებული ეს მაშინდელი დადებული ხელშეკრულება 54 წელს. მაგრამ შახი სულაც არ ქონდა სურვილი ეს ასეთი მოცემულობა მუდამ გაგრძელებული იყო, რაღაცა საფასურის გადახდა მოუწია ამ მომენტში, მაგრამ მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, რაც შემდეგ გამოჩნდა. ამის შემდეგ შახმა რო გაიმტკიცა ძალაუფლება, მას თავისთავად დაჭირდა რეფორმების გატარება. იმიტომ რომ მარტო არმიაზე და ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით, თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნა ამაღლებული და მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაუმჯობესდა, თავისთავად მუდმივად შეექნებოდა საფრთხე ტახტს. და ამითაც არის კიდევ ის განპირობებული, რომ შახის კორონაცია, ანუ კურთხევა ტახტზე მოხდა არა 1941 წლის სექტემბერში, როდესაც ის მან ტახტი დაიკავა, არამედ 1967 წლის 26 ოქტომბერს. რამდენი წელი? მაშინ აქვს შახს ნათქვამი, რომ სანამ ქვეყანა ასეთი სიღატაკეში იმყოფება, მე კურთხევაზე უარს ვიტყვიო რა. ანუ არ უნდა და ეს დაქუცმაცებული და დაშლილი და ეს დასუსტებული ირანის პირობებში ტახტზე კურთხეულიყო. შემდეგ რა აღონიზები განატრიალა 63 წელს, აი აქედან იწყება ზუსტად ის თავი და რაც შემდეგ დაგვირგვინდა ისლამურ რევოლუციად, ანუ სასულიერო პირების ხელისუფლებაში მოსვლას. 63 წელს ამერიკაში მაშინ ადმინისტრაციაში იმყოფებოდა ჯონ კენედი. მან ასეთი
განცხადება ჯერ კიდევ შარშან 63 წელს ანუ 62 წელს თუ არ მახსოვს ზუსტად 62 წელს შახი იმყოფებოდა ვაშინგტონში შეხვდა ჯონ კენედის და მანამდე სანამ გაემგზავრებოდა ჯონ კენედის ჰქონდა ეს რეპლიკა მისგან განცხადებული რომ მესამე სამყაროს ქვეყნებს არ უნდა ქონდეთ იმედი რომ თუ ისინი მოსახლეობის კეთილდღეობას არ გაუმჯობესებენ ხელისუფლებას შეინარჩუნებენ რაღაც გავსი ტექსტი იყო შახმა ეს საკუთარ თავზე მიიღო იმიტომ რომ ეს მოკავშირე რო იყო დახმარებას უწევდა ამერიკა ტექნოლოგიურად ფინანსურად სამხედრო თვალსაზრისით ეს ტექსტი მიიღო თვითონ და თვითონ ეწვია ზუსტად ოფიციალურ ვიზიტით ვაშინგტონში მათ ყველაფერი ასე რომ ვთქვათ გაიასნა ყველა საკითხი დაალაგა ამერიკასთან და 63 წლის თებერვალში მან წამოიწყო 26 იანვარში იყო ის რეფერენდუმი თეთრი რევოლუციის და 73 წლის თებერვალში უკვე ეს ოფიციალურად დაიწყო 6 პუნქტისგან შედგებოდა ეს რეფორმები რადიკალური რეფორმები მას ეწოდებოდა შახისა და ხალხის თეთრი რევოლუცია ანუ ენყელაბება მარტომ ეს შახევა მარტომ ენყელავე სეფიდ ანუ შახისა და ხალხის თეთრი რევოლუცია წითელი რევოლუციის საპირწონედ რომ წითელი მაინც სისხლთან იყო ასოცირებული და თეთრი რევოლუცია აი უსისხლოდ მაგრამ თად უსისხლოდ არ იყო იქ დავისწავოთ მაგრამ ესეთი პროპაგანდისტული იყო რა ხერხი ძირითადი ამ რეფორმების პუნქტები იყო პირველი მიწის რეფორმა მეორე ქალების ემანსიპაცია ნუ ხამას მოკლედ განვიხილავ და ეს საკითხები ზუსტად გახდა ის წყალგამყოფი სასულიერო პირებსა და მონარქიის შორის და აქედან მოდის უკვე სასულიერო პირები ციდან კი არ დაეცნენ იმას კაცო სავარძლებს საიდან მოვიდნენ როგორ დაიყოლიეს ეს მასები და როგორ ჩაიგდეს ძალაუფლება ხელში როგორ მოვიდნენ შემდეგ იქ მთელი რიგი მრეწველობის დარგების ნაციონალიზაცია ასე შემდეგ მაგრამ ძირითადად ეს იყო მიწის რეფორმის ფარგლებში ყველა მიწათმფლობელს მსხვილ მიწათმფლობელს არისტოკრატია თავადი ნუ არ ვიცი ფეოდალებს როგორც გინდა ისე დავარქვათ კომპენსაციით სახით ესე იგი შესთავაზეს ამ მიწების გაყიდვა იქ იყო მთელი რიგი პროვოკაციები მოწყობილი მათი მხრიდან რომ ეს რეფორმები ჩაეშალათ მაგრამ შახი უკვე ძლიერი იყო და ეს აჯანყებები სისხლში ჩაახშო რა ფეოდალების ვისაც არ უნდა მიწების დათმობა სასულიერო პირებს ჩამოერთვათ მიწები თვითონ ხომეინის ვინც რევოლუციის მამა იყო რევოლუციის მამაც უწოდებენ ხო ლიდერი ხამენეი კი არა ხომეინი რუხოლა მუსავეი ხომეინი ბევრს ეშლება ხომეინი ერთი დაოს ერთმანეთს სიტყვათა წყობა და ხო ეს ხომეინისა ჩამოერთვა თავისუფალ მიწები ესე იგი უყურეთ სასულიერო პირების იმას ხო სასულიერო პირები არ ეთანხმებოდნენ თავისუფალ მიწის რეფორმებს იმიტომ რომ მათი შემოსავლების წყარო მოუსპო ხო ამ კუთხით მიწებიდან შემდეგ ქალების ემანსიპაცია რა იყო ანუ იქ ჩადრების ტარების ის უფლება ჯერ კიდევ მამამისმა 1936 წელს კანონის ძალით აკრძალა კანონის ძალით 1936 წელს და როგორც დღეს ნუ კონკრეტულად დღეს არა ნუ აი ვაგერ არც ისე დიდი ხნის წინ ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია დაძდევდა აი ამ დრესკოდის დარღვევისათვის ვისაც არ ეკეთა და იჭერდა ისე იყო რეზა ახანის დროს ოღონდ საპირისპიროდ ვისაც ეკეთა იმას დაძდევდა ხო და ეს თავსაბურებს ძალით ახსნევინებდნენ და ის აჯარიმებდნენ შემდეგ ქალებს მისახმის მიცემის უფლება თანამდებობაზე არჩევის უფლება ესე იგი გაათანაბრა მამაკაცებთან სასამართლო დავებში თუ ქალს სურდა ქმართან გაშორება მისი სიტყვა საკმარისი იყო მაშინ მანამდე ასე არ იყო ანუ ქმარს თუ არ უნდოდა და მეუღლე თქვა მეუღლე სულად ექცეოდა მაგრამ არ უნდოდა მეუღლეს მასთან და ქმარმა უარი უთხრა განქორწინებაზე მისი სიტყვა ხედულობაში არ იყო მიღებული ეს გააუქმა გაათანაბრა შემდეგ მიწები რო ჩამოართვა ეს შემოსავალი გამოაკლდათ ამ კუთხით
ჩამოაშორა მთლიანად საგანმანათლებლო რეფორმას არა, საგანმანათლებლო სისტემას, სასამართლო სისტემას. ანუ შარიათის კანონებზე არ იყო შახის კანონმდებლობა. შარიათის კანონებით იქ არ ისჯებოდნენ. ჩვეულებრივი ცივილური დასავლური კანონმდებლობა იყო ირანშიც მორგებული ადგილობრივი სპეციფიკებით, მაგრამ იქ შარიათის კანონით არ იყო, რელიგიური კანონებით არ ისჯებოდა იქ მოსახლეობა. კონტროლი დაუწეს შახის უშიშროების სამსახურმა სავაქმა მეჩეთების შემოწირულობაზე. და ამის თეთრი რევოლუციის საწინააღმდეგოდ ხმა მოიღო მოლა ხომეინიმ, მაშინ მოლა იყო აიათოლა არ იყო. და 63 წლის ივნისში მოხდა დიდი აჯანყება, იქ 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მის მოწოდებებზე. ხომეინი დააპატიმრეს, ამის შემდეგ უმართავი პროცესები გაიმართა მთელ რეგიონებში, რაიონებში, თეირანის იქ სისხლისღვრა მოხდა, 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თავისთავად ეს ჩაახშვეს ეს გამოსვლები და ამის შემდეგ იქ ხომეინი რო დააპატიმრეს, მთელი რიგი პეტიციები იყო სასულიერო პირებისგან, ამას უკვე დაერთო ზემოთ შახის უშიშროების სავაქის გააქტიურება, ყველა სასულიერო პირი, ვინც შემჩნეული იყო ხომეინისთან რაღაცა კავშირებში, ყველას უთვალთვალებდნენ, ბევრი დაიჭირეს. ეს ალი ხამენი ახლა რომ მოკლეს არც ისე დიდი ხნის წინ ის შუჯერ იყო დაპატიმრებული მთელი 60-იან და 70-იან წლებში. თითქმის ყველა სასულიერო პირი, ვინც ხელისუფლებაში მოვიდა რევოლუციის შემდეგ, ყველა დაპატიმრებული იყო შახის პერიოდში, ანუ ეწინააღმდეგებდნენ შახის ამ პროდასავლურ რეფორმებს. მაგრამ შახის შეცდომა ახლა რაში იყო, ახლა ვინ იტყოდა ახლა უარს, აი რომელი რესპონდენტი რომ თქვათ ფეოდალებს და მსხვილ მიწათმფლობელ არისტოკრატებს მიწები არ ჩამოერთვა და გლეხები ყავდათ ისე. მომუშავე ბატრაკებად. მიესალმებოდა, მაგრამ იქ როგორ მოხდათ, იქ განაწყენებული რელიგიური კლასი დახვდა ამას. შემდეგ სოფლის მეურნეობა რო ჩაუვარდა, აი აქ მე ვთვლი ეს ერთ-ერთი დიდი ის იყო ჩავარდა შახის რეფორმების. სოფლის მეურნეობამ ვერ გაუწია კონკურენცია სუპერ მონოპოლიებს, რომელიც უკვე მათ დიდ ქალაქებში, მეგაპოლისებში დახვდათ. 10 წელიწადში, 15 წელიწადში ქალაქებს ვერ იცნობდი ირანში. რაღაც ლაჩუგები იყო და უცებ ცათამბჯენები დახვდათ, ვინც არ იყო ნამყოფი დიდ ქალაქებში. და სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი რო გაკოტრდა, ეს ახალგაზრდობა, თან განათლების რეფორმაც ვერ მუშავა კარგად. მიაწყდნენ ქალაქებს. ქალაქებს რომ მიაწყდნენ, გაგიჟდნენ, არ უნახიათ ასეთი რაღაცები, ევროპული სტილის მოკლე ყაბები, კინოთეატრები, დისკობარები, რესტორნები, უჩაში კოცნაობენ, რა ვიცი, 1000 რაღაც ასეთი და მათ რესურსი არ ქონდათ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ესე იგი, როგორ თქვა ახლა მაგი, გემო გააიღოთ აი ამ თეთრი რევოლუციისგან, განათლება სათანადო არ ქონდათ, შემოსავალის თავისავად არ ქონდათ. და იძულებული იყვნენ ამ სამშენებლო სექტორში ან რაღაც შავ სამსახურში დაკავებული იყვნენ. და როცა ხმა ამოიღეს სამათმა, იქ სტუდენტები და ის ხო, ხმა რო ამოიღეს, იქ უკვე სავაქმა რეპრესიები დაატეხა თავზე. და მიაწყდნენ მეჩეთებს მერე. და აქ უკვე დაახტვან ეს მამაოები. მოდით, შვილებო ჩვენთან. თქვენი ეს გაჭირვების თავი და ბოლო ეგერძის, ნიავარანის სასახლეში. შახი. ის თუ მოვიცილეთ და მის უკან მდგომი ეს ამერიკა. აი მაშინ გეშოლებათ. და ეს მილიონობით ხალხი დაირაზმა ამ სასულიერო პირების ირგვლივ. შემდეგ ხომეინი რო გააძევეს ქვეყნიდან 64 წლის ოქტომბერში იქ ჯერ გააძევეს თურქეთში, ნახევარი წელი იყო იქ ჯერ ბუსრაში იყო, შემდეგ ანკარაში და შემდეგ უკვე ერაყში გადასახდა შიიტებისთვის წმინდა ქალაქ ელ-ნაჯაფში. მან იყო 15 წელი. 15 წელი ერთზამით? არა, 15 არა, მან იყო 65. კი, 13 წელი იყო მან იმაში ერაყში. და აგრძელებდა ანტიშახურ მოწოდებებს. გეოპოლიტიკური ვითარება უკვე ისე დაემთხვა იქ, რომ გარე პარტნიორები უკვე არ იყვნენ დაინტერესებული შახის მხარდაჭერით. მეტისმეტად ამბიციური გახდა. ახლა ეს ჩავარდნები გასაგებია, მაგრამ არაფერი ისეთი კატასტროფული ახლა რაც ეთიოპიაში ხდებოდა და სუდანში და
იმ ახლომდებარე პაკისტანში თუნდაც იქ და ავღანეთში ისეთი არაფერი არ ხდებოდა გაუმკლავდებოდა მაგას ირანი რაღაც დაემთხვა ესეთი კრიზისულის რაც ბევრ ქვეყანას ახლავს ხოლმე მაგრამ თავზე არ უნდა დაამხო ხო მთელი სისტემა და მთელი შენი მომავალი და თაობები გადააყოლო მაგას და ირანში აქ გარე ძალების ჩართულობა მოყვა იმიტომ რომ ჯერ ერთი დავიწყოთ იქით რომ შახმა დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო მაგრამ მიუხედავად რაც ნაბიჯები ახლა რასაც მე ჩამოვთვლი მიუხედავად ამისა მაგან თავის სახელს ვერ ჩამორეცხა ის ლაქა რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ იქნა მოყვანილი ხელისუფლებაში ვერ ჩამოირეცხა ეს ლაქა ბოლომდე დარჩა მოსახლეობის თვალში რომ აი გარე ინტერვენციის მიერ იქნა შენი ხელისუფლებაში მოსვლა და ესეც დიდიმად დაეთყო თვითონ შახის მმართველობას და მის ავტორიტეტს ესე იგი ნაბიჯები ისეთი შემდეგი რომ 60 ესე იგი 2 წელს მან ნიკიტა ხრუშჩოვს გაუგზავნა ნოტა რომ ირანის ტერიტორიაზე არ განალაგებდა უცხოური ქვეყნების სარაკეტო ბაზებს 62 წლის სექტემბერი იქ იყო ყარიბის კრიზისი მოხდა ერთ კვირაში იმ პერიოდში და ამ დროს როცა ნოტას უგზავნიდა შახი თურქეთში ბირთვული ბომბები იყო ამერიკის ირანში არ იყო ეს მაინც ცნობისთვის შემდეგ ამის საპასუხოდ მოხდა მკვეთრი ურთიერთობების გაუმჯობესება საბჭოთა კავშირთან თავისთავად ისინი მოკავშირეები ვერ გახდნენ მაგრამ შახის ირანი საბჭოთა კავშირისთვის მტერი არ იყო უკვე მტერი არ იყო როგორც მანამდე აღიქმებოდა 64 წელს ლეონიდ ბრეჟნევი წავიდა ირანში შემდეგ საპასუხოდ შახიც იყო არაერთხელ ჩასული 72 წელსაც იყო ჩასული 74 წელს მანამდე 60-იან წლების ბოლოს ისფახანის მეტალურგიული ქარხანა საბჭოთა კავშირმა აუშენა გაიყვანეს ირანმა გაიყვანა 1200 კილომეტრიაზე მეტი გაზი სამხრეთ ირანიდან საბჭოთა კავშირამდე სამხრეთ კავკასიამდე აი 70-იან წლებში აქ ირანული გაზი თვებოდნენ აი შახის გაზით იმ პერიოდში ხო და ყველაზე საინტერესო ეს მაყურებელსაც შეუძლია გადაამოწმოს ხო იყო პროამერიკული კაცო 71 წლის ოქტომბერი დაიმახსოვრეთ შეგიძლიათ YouTube-ში ნახოთ ეს შახმა ჩაატარა ირანის მონარქიის 2500 წლისადმი მიძღვნილი პომპეზური ღონისძიება პერსეპოლისში ანუ ეს აქემენიანთა ეს პერიოდიდან ეს აქემენიანთა იმპერიის ცენტრი ხო და სოფლიო ქვეყნის 100-ზე მეტი ლიდერები შეკრიბა მეფეები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ასე შემდეგ და შახის გვერდით აი კადრში ჩანს ეს ხელმარცხნე ვიჟდა დედოფალი ფარახდიბა შემდეგ იჯდა ნიკოლაი პადგორნი ეს იყო ესე იგი ბრეჟნევის შემდეგ მეორე პირი ესე იგი ესე იგი საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე რაღაცნაირი ისეთი პოსტები ქონდა რა ისეთი აბრევიატურა მაგათ მივხვდი ეხა თან გონებაში თარგმნიდი და ხო ეს ძნელია ეს ქართული იმის ახმა მაგის აგერ ასე პომპეზურ ღონისძიებაზე 71 წლის ეს ცივიომი კი არ დამთავრებულა რაც იწყება და ნიკოლაი პადგორნის გვერდით იოსებ ბროს ტიტო კომუნისტური იუგოსლავიის მეთაური სად იყო ამერიკის ელჩი ვიცე-პრეზიდენტი კაი ახლა რიჩარდ ნიქსონი ვერ ჩავიდა სად ეს ხო განაცხადი იყო რომ ის თვითონ არჩევს უკვე მოკავშირეებს ასეთი ღონისძიება 1000 წელში ერთხელ ტარდება და იმ მომენტში არ იყო ამერიკის ის წარმომადგენელი საერთო წინახალზე დაიწყო დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვა საბჭოთა კავშირ და ვარშავის პაქტის ქვეყნებთან და არა მარტო ვარშავის პაქტთან იქ რუმინეთთანაც იყო რუმინეთიდანაც ყიდულობდა იარაღს და ყველაზე მთავარი რაც მე თვითონ ვთვლი რომ ერთ-ერთი მთავარი გახდა რის გამოც დასავლეთმა მას განაჩენი გამოუტანა 73 წელს როდესაც მოხდა
ქიფურის ომი არაბული ქვეყნები თავს დაესხნენ ისრაელს ოქტომბერში და დამარცხდნენ. არაბულმა ქვეყნებმა ნავთობის ემბარგო გამოუცხადა დასავლეთს. შაჰმა გააგრძელა ნავთობით ვაჭრობა, ასე ეკონომიკას და პოლიტიკას ის ერთმანეთთან ვერ გააზავებს, ცალ-ცალკეა თურმე. ეს გასაგებია როგორ ისე ურთიერთი კავშირშია ორივე ერთად, მაგრამ ხო ასე გააგრძელა ნავთობის მიწოდება, მაგრამ ნავთობი გააოთხმაგა. ოპეკი ეს არაბული ქვეყნების ნავთობ ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება, ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და აქტიური მონაწილე იყო ირანი 60 წელს დაარსდა. ფასების მომატება დიდი წილად, ლომის წილი, ყველაზე აგრესიული, ასე რომ ვთქვათ, წევრი აი ამ ოპეკის, ვინც ფასების მომატებაზე იყო აპელირებული, ეს იყო ირანის შაჰი, რანაირად. ხო მოკავშირეა კაცო. ხო უჭირს დასავლეთს, არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო გამოუცხადეს. როგორ მოხდა ეს? რატო დაუჭირა შაჰმა ასეთ იმას? 4ჯერ კაცო იზღირდა 3 რაღაცა თუ $3 და აიწია 12 რაღაც $. უცებ. ხო ნუ ეს ირანის მოგების გაოთხმაგება მოყვა ამას. და თავისთავად ამბიციების თავში არ წყვაც. რაც ბუნებრივია ახლა ხო სადი ეს მიიღე 10 მილიარდი 63 წელს და 74 წლის ბოლოს 40 მილიარდი რომ მიიღო. ხო? როგორ იქნება მარიონეტი? ამბიციაც მეტი გიჩნდება რა თქმა უნდა. ამბიციას მეტი გაუსწადა, მაგრამ მან როგორც გითხარით, შიდა რეფორმები ეს თვითონ დედოფალმაც შემდეგ ემიგრაციაშიც აღიარა ფეხლები, რომ შიდა რეფორმები უნდა გაეკეთებინათ, სოციალურ აქცენტზე უნდა გაეკეთებინათ აქცენტი. და რა იმდენად საგარეოს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ძირითადად საგარეოზე ვაკეთებდო აქცენტს და ეს გამოეპარათ, ასე რომ ვთქვათ. ან თვლიდნენ, რომ საკმარისი იყო ისაც, რასაც კეთებდა, როგორც ჩანს არ იყო საკმარისი. რევოლუციის პერიოდში დამტკიცდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ეს ნავთობის იმაზე. კიდევ ერთ-ერთი მე ვფიქრობ დამაგვირგვინებელი ამის ის იყო, რომ შაჰი ავითარებდა დასავლეთის ხელშეწყობით ბირთვულ პროგრამას. ირანის ბირთვული პროგრამის მამა, ასე იხსენება აკბარ ეთემადი, მაგას თავის მემუარებში აქვს ნათქვამი და ერთ-ერთ ინტერვიუში მაგას საკითხული, რომ ირანი 80-იან წლებში უკვე გახდებოდა ატომური დერჟავა, ანუ ატომური ბომბის მქონე სახელმწიფო. ეს შემდეგ ცალკე სხვა ინტერვიუში აქვს უკვე ემიგრაციაში ნათქვამი შაჰის სიძეს არდეშირ ზაჰედის, აი იმ ზაჰედის, ფაზლულა ზაჰედის შვილი, რომელიც ის სახელმწიფო გადატრიალების მეთაურად დანიშნეს 53 წელს, იმ გენერლის შვილი. მაგი იყო მე რამოდენიმე წელი იყო ელჩი ამერიკაში და მაგას აქვს ნათქვამი, რომ ამ ტემპებით ირანი როგორც ვითარდებოდა და ატომური პროგრამის განვითარების დარგში 80-იან წლებში ჩვენ უკვე ბირთვული სახელმწიფო ვიქნებოდით. ეს ფაქტორები რაც ჩამოვთვალე, საგარეო ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ უკვე შიგნით ეძიათ შაჰის მინუსები, რომ ის მინუსებს დაყნობით ეს შაჰი მოეცილებინათ. და აი აქ უკვე გამოვიდა წინაპლანზე სასულიერო პირები. როდესაც რევოლუციურმა ტალღამ იმატა 77 წლის დეკემბრის ბოლოს, 31 დეკემბერს იმაში თეირანში ჩაფრინდა მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი მეუღლესთან ერთად. ნუ ახალწლი გაატარა. და ესე იგი ახალი წელი 79 წლის 1 იანვარი მიულოცა იქიდან, რომ ირანი არის სამაგალითო მშვიდობის კუნძული აი მარიულ რეგიონში. წავიდა თუ არა კარტერი ორ კვირაში ქვეყანა აფეთქდა. დაიწყო გამოსვლები, იქ მოყვა მსხვერპლი, იმ მსხვერპლების შემდეგ დაკრძალვის ცერემონიაზე უფრო დიდი მასშტაბები ნუ გაგეპარება კომენტარების კეთვალი, მივხვდი რომ კომენტარს გახედე. არა, ნუ იქნებ რაღაცას მეკითხებიან. არა. ნახე, კითხვა როგორც კი იქნება აუცილებლად, თუ კი ცენზურა არის დარღვეული ბლოკავ და კითხვა როგორც კი იქნება არ გამოვტოვებ უყურადღებოდ არც ერთ მსმენელს და მაყურებელს. ხალხო თუ რამე შეკითხვა გაქვთ თემის ირგვლივ ოღონდ, თემიდან თემაზე ხტომა არა, რა თემაზეც საუბრობს ბატონი ვასილი, თუ კი თქვენ რაიმე
პატარა რაღაც ნიუანსი მაინც ვერ გაიგეთ. ან უფრო მეტ სიღრმეში გინდა შესვლა და რაღაც ნაწილი თქვა ან გამოგრჩა, ან მე ვერ დავუსვი შეკითხვა, ან ბატონ ვასილს იმ მომენტში გამორჩა. დასვით შეკითხვა და როგორც კი აზრს დაასრულებს, მე აუცილებლად წავუკითხავ ბატონს. ბოდიში შეგაწყვეტინე. ხო და ასეთ პირობებში წინა პლანზე წამოვიდა თავისთავად სასულიერო პირები, იმიტომ რომ სხვა საერო ოპოზიცია შახმა გაანადგურა ამ წლების შახის დროინდელი ირანი უფრო წარმატებული იყო ეკონომიკურადო, ესეთი შეკითხვა დაიწერა ამ წელს. ახლა ამ ირანზე ახლა წარმატებული ეკონომიკურად ვერ უწოდეთ, იმიტომ რომ რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, მის მერე ემბარგო ადებთ. სანქციები. ხო და ნუ რაც ისეთი არაშედარება ისეთი გამოდის რა შახს არ ედო ეს სანქციები. შახის რეჟიმს. ხო და ნუ ცოტა ისეთი ის იყო ახლა შედარება რა მაშინაც რო დაედო შახზე ისიც თავისთავად ცუდ დღეში მოხდებოდა. ხო, სხვა კუთხე შეიძლება იმ რეჟიმების ამ რეჟიმებში შედარება. ხო და ეს რო დაიწყოს გამოსვლები და პირველი სხოლები დაფიქსირდა, იქ უკვე ტალღასავით ზვავით აგორდა ეს ყველაფერი და მოკლედ აქ უკვე დასავლეთი, აი როგორც ეს ჯადოსნური ჯოხის ერთი ასე დარტყმით ყველა აყურდა შახის ირანში ადამიანის უფლებების ზღვევას. გეგონება მანამდე 30 წელი სულ ეფერებოდა და იცავდა და უცებ 78 წლის მიყოლებით ის გახდა დიქტატორი კაც. მანამდე შახის უშუალობის სამსახური ვინ შეუქმნა? ამერიკამ არ შეუქმნა 57 წელს. არ იცოდნენ რებს აკეთებდნენ და როგორ მართავდა ქვეყანას. ახლა ისეთი დრაკონული არ იყო როგორც მიაწერენ მაგას, მაგრამ ახლა ყველა რეპრესიული რეჟიმი ახლომსავლეთში ხონად ვერ მართავ მანდ. როგორ უნდა მართო ამ ხალხა მილიონობით მასები, როგორ უნდა გააკრიტიკო, რა სასამართლო დავები და წლებში და სტრასბურგის ის რაღაცა გაპროტესტება, ნუ აბსურდია ხო სრული, ხო სიგიჟია ასეთი რაღაცა, წარმოდგენა. არ ხდება, მან უცებ ხდება 2 წუთში განაჩენის გამოთანა და კედელთან მიყენება. დამთავრდა. თუ არა და ის რომ მოვა, ის მალევე ჩაგდებს მიწაში. ერთი შეკითხვა დაიწერა და მაინც ასთვის ირანთან გინდა თუ არ გინდა კავშირშია და მაინც გავაჟღერებ, რადგან ითხოვა ადამიანმა ჩვენ ამაზე გვისაუბრია ხოლმე. მე მინდა ეკლა პასუხი მითხრას ბატონმა ვასილ მალკობა გვიწერს. ებრაელებს ბოლო რა უნდათო მსოფლიო ესენი აკონტროლებსო და 3-6-იანისკენ ანუ ანტიქრისტესკენ მიყავთ მსოფლიო, ეგეთი კითხვა აქვს. ეგ საერთოდ ცალკე ეთერი უნდა გავაკეთოთ, იმიტომ ეს უფრო რელიგიურ, თეოლოგიურია და აი დღევანდელ პოლიტიკურ თემას რასაც საუბრობთ, აცილებულია უბრალოდ რადგან დაწერა რამდენჯერმე დაწერა შეკითხვა და არ მინდა და რა უყურადღებო დამეტოვებინა და მაგიტომ დაგისვით, რა ვიცი რა ძალიან ვრცელი თემაა და ამაზე ერთი დიდი გადაცემა დაჭერდება ცალკე. არა, უნდათ მოიცილონ ბოლო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე. ირანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ირანი ხო ჩინეთიდან არ იმართება, არც რუსეთიდან, არც ბრიუსელიდან. ხო, ფონ დერ ლაიენის ის ცხელგამომცხარი განცხადებები სულ ფეხებზე კი დიათ, ხო, ირანში. და გინდ სი ძინპინმა სხვას და გინდ იმან ვლადიმერ პუტინმა. თვითონ ქმნიან გეოპოლიტიკური მას, ნუ შეძლების დაგვარად თავიანთი ის, მაგრამ დამოუკიდებლები არიან ამ კუთხით. ფინანსური ის ზეგავლენა ირანის იმაზე სახელმწიფოზე არ აქვს. ერთადერთია სანქციები და ნუ ის მოვლენები, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ. ამ სახელმწიფოს გამოთიშვა უნდათ ამ გეოპოლიტიკური თამაშიდან. ნუ შემდეგ ვინა წინააღმდეგობის გამწევი? ვინ? რომელიც? ქუვეითი, ბაჰრეინი, დუბაი? საუდის არაბეთი? ვერც ერთი ჩემო კარგო, ვასილ რა მინდა გკითხო ახლა. ახლომსავლეთზე საუბრობთ, გინდა არ გინდა რეგიონია, გინდა თუ არ გინდა კი არა, სადღაც დასაკარგავში, თუნდაც ამერიკაში რაღაც როცა იცვლება, ჩვენ იმდენად პატარა სახელმწიფო ვართ, ვინდა თუ არ გვინდა გვეხება ყველა ვარიანტში და მით უმეტეს როცა რეგიონში ეს რაღაცები ხდება. მე მინდა გკითხო რუბიოს ზარზე რას ფიქრობ და საქართველოში გახორციელებულ ზარზე და რამდენიმე სამხედრო ვერტფრენის დაფრენაზე საქართველოში, ან თუ წარმოგვაჩენს მხარედ ამ შემთხვევაში ეს ქმედება, ეს ნაბიჯი და პოლიტიკურად რა ზიანი შეიძლება მიიღოს ამ რეგიონში ამ მიმდინარე პროცესების ფონზე ჩვენმა ქვეყანამ. ხო, ვიცი რომ გაგეღიმა, მაგრამ მაინც რადგან აქტუალური თემაა, მაინც კითხე. ეგ არ უნდა გაკითხა ახლა რა რუბიოს ზარზე.
ხო, ну, ბევრი ის გამოითქვა ახლა ამასთან დაკავშირებით, რისთვის დაურეკა თან ასეთ ფონზე. მანამდე მოვეკითხეთ, მანამდე. სანამ ეს დაიწყებოდა. ვერ გეტყვი, ზუსტად რაზე შეიძლება ეს საუბარი შემდგარიყო, ნუ ახლა კონსპირაციის დონემდე შეგვიძლია მას საუბარი ახლა, მაგრამ გასაგებია რომ იქ ხა თვითმფრინავის დაშვებაზე არ იქნებოდა ხა რუბიოს დარეკვა არ ჭირდება მაგას. სხვა რაღაცა იქნებოდა, მაგრამ აი სხვა რაღაცაში რა იგულისხმება არ ვიცი, არ ამგონი ხა ჩვენს რაიმე სახით ჩართვაზე ხა ჯერ ერთი ასეთი გიჟი არც ესენი არიან ეს მართველები და ამიტომ რომ შედეგები ნუ მათაც მოხდებათ შახედი თუ რამე ასე რომ ნახეთ, იყო ჯერ ირანის ელჩის ფაქტიურად გამაფრთხილებელი ნოტა და მეორე დღეს მოხდა კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩვენს საჰაერო სივრცეში შესვენება ფაქტია, საწვავი დაუმთავრდა და მსგავსი ბლა თემებით და ამიტომ მკითხე, მხარედ ხომ არ წარმოგვაჩენს ამ სიტუაციაში ესეთი ქმედება და საფრთხის შემცველი რა თქმა უნდა ხომ არ არის. მოდახა ჩვენთან ახლა ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურა არ არის განთავსებული და აქედან არანაირი ანტიირანულის არ ხორციელდება. სადიდან ხორციელდება იქ ურახუნებს ირანი. მაგრამ თავისთავად ყურადღებას მიღმა არ არის ჩვენი რეგიონიც. იმიტომ რომ ახლა სამხრეთ კავკასიიდან მაინც საქართველო უფრო ახლოს ითვლება ამერიკასთან მაინც, ხო? ბოლო მათ კოლონიურ ომებშიც მიგვიღია მონაწილეობა, ხო, ავღანეთში და ერაყში. ხო, რა ხეირი მივიღეთ მაქედან ეს მე არ ვიცი ჯერ. დაღუპულების და დასახელწებულის გარდა სხვა რა მივიღეთ, ახლა რა სიძლიერე შემატამა ჩვენ სამხედრო იმას მანქანას და რა წარმატება მივიღეთ სხვა მიმართულებით მე არ ვიცი, მე თუ ვიცი, აგერ დააკომენტაროს. კაი, ამას თავი დავანებოთ, ნუ არა ვარ ჩვენ მხარი აქ და ხა ელჩის შეუძლია რაც უნდა ისაუბროს მისი განსახედნელად გააჩნია ალბათ რაღაც ინფორმაციები რაც ჩვენ არ ვიცი და იმის წინასწარის ხდება რაღაც გაფრთხილებასავით, მაგრამ საქართველოს სამიზნე ვერ იქნება, მაგრამ ხარი არა ვართ. და ახლა ახალი თავსატყივარი ისედაც მოწყვეტილია ყველა იმიდან სამხრეთ დასავლეთიდან მთელი ფრონტის გასწვრივ გადამტერებული ყავს მთელი ქვეყნები და ახლა კიდევ კავკასიის მიმართულებით ის თუნდა ნუ მაშინ მოიქცევა იზოლაციაში და ახლა ირანის პოლიტიკა შეიძლება ისე ჩანდეს ირაციონალურად, მაგრამ ირაციონალურად ისინი არ იქცევიან. რიტორიკა ასეთი. საკმაოდ რაციონალურები არიან ამ კუთხით და ესმით რასაც აკეთებენ რა. ჩვენ ვართ ბოლო ფიცხები და ახლა ირანელებისგან რა გვიკვირს რაღაც განცხადებები. ჩვენ საერთოდ მიწაში ვდებთ ნახევარდედამიწას. არ არის ასე? ხო, გადააკვირდით ახლა ირანელ გუშაქთა გენერლების განცხადებებს და ჩვენების განცხადებებს რას იწერება კომენტარებში. რით ჩამოუვარდებიან იმ გენერლებს. უბრალოდ რესურსი არ აქვს, თორე იგივე რაკეტებს ისროდნენ სახლიდან გაუხსნელა. ხო და აქედან გამომდინარე ახლა მე გამოვრიცხა რომ საქართველოს რამე პლაცდარმი გახდეს და ირანსაც ახალი თავსატყივარი ნაღდად არ ჭირდება, მით უმეტეს საქართველოსთან რომელთანაც არანაირი პრობლემები არ ქონდა აგერ დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან. ანუ მტრულად არ არის განწყობილი აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ აქ ამერიკული პოზიციები სხვებთან შედარებით უფრო თვალსაჩინო დროში მაინც რო გადავალოთ ამერიკის აქტიურობით. ამიტომ ეს გაფრთხილება, რა ვიცი, რა გითხრათ, შეიძლება რაღაც ის ინფორმაციას ფლობს, რაც ჩვენ არ ვიცი და პრევენციისთვის ესე უყურებ, ხო? დაგვემუქრა რომ რას წარმოადგენს ჯერ ერთი რომ დაგემუქროს. რას წარმოადგენს რომელი რაღაც სამხედრო პოლიტიკური ისხა რაღაც ჰეგემონი რეგიონში რომ თითი დაგიქნიოს ირანი. არაფერი არ ხარ, ერთი ბალისტიკური რაკეტა რო ჩამოვარდეს, გავარდება ნახევარი საქართველოს იმაზე საბადურის ტყეში. არაფერი არ ვაჩენა მუქა რომ მიიღო, ფაქტორი უნდა იყო მუქა რა რომ მიიღო და ნუ მე მივიღე ეს როგორც ნუ გაფრთხილება არა, მინიშნება იმაზე რომ არასასურველია ეს რეგიონიც ირანის წინააღმდეგ ჩაერთოს. იმიტომ რომ ეს გადახედეთ ის რა მოხდა ნახიჩევანში რო დავარდა თუ ჩამოვარდა თუ დაეცა თუ ესროლეს ირანს რო შეტანეს მალევე. მე ხო გაირკვა რომ ირანიდან ეს თურქეთის მხარებას დაადასტურა რომ ირანიდან არ იყო გაშვებული.
ხო, აგერ ის გუშინ თუ დღეს დილით არ განაცხადა იმან ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, რომ თურქეთთან ჩვენ მივაღწიეთ ამ საკითხთან ის შეთანხმებას, ნუ გავარკვიეთ ბოლომდე და თურქეთმაც დაადასტურა, რომ ირანიდან არ მომხდარა ამის გაშვება. ვის გამოხდა მაშინ გაშვება? საიდან? ხო და ნუ არ უნდა ირანს თავისთავად გამწვავება ამ მიმართულებით სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, თუმეტეს აზერბაიჯანზე იყო საუბარი და აზერბაიჯანი ჩვენთან შედარებით 10 თავი ძლიერია, ხო, ყველა პარამეტრები და მისი გადამტერება არ უნდა საქართველოს რა ფენომენია ახლა ისეთი რომ ირანს რაღაცას დაემუქროს, რომ ირანი გვემუქრება და გეგონება ის იყო ახლა რაღაცა ისრაელი იყო აგრა კავკასიის რა. ხო, მოკლედ აი ეს შემოიფრინე. იმას დავასრულებ ახლა სასულე პირებზე, იმიტომ როგორი მოდელია რო იცოდეთ, რატომ ვერ ამხობენ, აი უკვირთ ხო? აი დაემხო, გაუნადგურეს სასულე პირები, გენერლები, დგას არაფერი. ჰიდრა, ხო იცი, თავებს რომ მოჭდა 2 რო ამოდის. იგივე ის არის ირანის ის. დეცენტრალიზებულია მთლიანად. სასულე პირებით და პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტებით. ყველა პროვინციას თავისი ისყავს მეთაურობა, რომელიც აქტიურობენ ადგილობრივ სასულე პირებთან და იქ თავიანთ შტაბებთან, გუშართა შტაბებთან. მოკალი თეირანში, მოკალი თქვა იმაში, სისტან ბელუჯისტანში, მოკალი არაფერი და მივიდა მისი მოადგილე. 10,000 ადამიანი შეიძლება ჩაანაცვლოს. ყველა მეომარია გუშართის კორპუსის ის მებრძოლი. ამ კუთხით ჩაანაცვლებს მეთაურს, რა პრობლემაა? და 2 ვარსკვლავს ზედ დაირთხამს იმის ანაცვლოდ. ხო და ამ რევოლუციის გამარჯვება მან მოხდა შახის არმიის განეიტრალება დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანი გამოდიოდა, არც ერთი საჯარისო ნაწილი არ გადასულა რევოლუციის მხარეს. არც ერთი ოფიცერი არ გადასულა, არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაც სისტემის რღვევას სამხედრო პოლიტიკურ კომპონენტში დააფიქსირებდა. 9 წელი ირანი ზანზარებდა, მილიონობით ადამიანი გამოდიოდა და არც ერთი საჯარისო ნაწილი არ გადასულა. მაგრამ აქ დასავლეთი რო ჩაერთო და შახის არმია განეიტრალეს, დაიყოლიეს, დააბოლეს, ასე რომ ვთქვათ, შახმა ქვეყანა დატოვა 16 იანვარს 11 თებერვალს მოხდა არმიის კაპიტულაციის ნეიტრალიტეტის გამოცხადება და უკვე 12 თებერვალს რევოლუციამ გაიმარჯვა და სასულე პირები მოვიდნენ. სასულე პირები რომ მოვიდნენ, ეს გაითვალისწინეს, რომ სამხედრო მანქანა, რომელიც ასე ერთპიროვნულ იმაზეა აგებული ვერტიკალზე, შახის ბრძანებებზე და ასე უცებ ჩამოიშალა სასულიერო რელიგიური პირების ხელში, მოხდა სრულიად საპირისპირო სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება. იმიტომ რომ შახის არმიას ჯერ ერთი ვერ დაეყნობოდა, იმიტომ რომ შახის მომხრეები იყვნენ. რევოლუციის მხარეს სასულიერო პირების მხარეს არ გადასულა არც ერთი საჯარისო ნაწილი. უბრალოდ ბოლოს მიიღეს ეს რევოლუცია, რადგან მოხდა შემდგარი ფაქტი. მეთაურებმა შახმა არ უბრძანა სისხლით ჩაეხშვა რევოლუცია, გენერლებმა ბრძანება არ გაცეს ესროლა დემონსტრანტებისთვის, ეს გენერლები დაეჭირეს, დახვრიტეს და რიგითმა რა გააკეთეს. ადგა წავიდა სახლში. მიიღო ის რეალობა, რაც მოხდა. ეს გაითვალისწინეს სასულიერო პირებმა და შექმნეს გუშართა კორპუსი 79 წლის მაისში. რელიგიური დოგმატიკაზე დამუშავებული, იდეოლოგიურად დამუშავებული მებრძოლების სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბება. და დღეისათვის იმ პერიოდიდან მოყოლებული ეს გახდა გუშართა კორპუსი გახდა სახელმწიფოში. ირანის ეკონომიკის თვალსები 40%-ზე მეც გუშართა კორპუსი აკონტროლებს. ნუ ეხლა რაცულებები არ ვიცი, მაგრამ აკონტროლებდა, ამხელა დიდ სექტორს. სამშენებლო დაწყებული იქ სხვადასხვა ბიზნეს პროექტები, ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ, რაც წიაღისეული გააჩნია და რაც სხვადასხვა არხებით გააქვთ. ეს გაითვალისწინეს შექმნეს დეცენტრალიზებული სისტემა, სადაც ერთი პიროვნება, თქვათ, უზენაესი ლიდერი, რაჰბარი, ხომეინი და შემდეგ ხამენეი იყო ცენტრალური ფიგურა
ამ ისლამური თეოკრატიული რეჟიმის, მაგრამ მათი წასვლა სისტემას არ ანგრევს, იმიტომ რომ მეჩეთების ქსელია. სასულიერო პირები მართავენ. ისინი ნიშნავენ. ირანში არჩევნები რო ხდება, დეპუტატები რო წარადგენენ თავიანთ იმას, ხო, ანკეტა თუ რა დავარქვათ, მონაწილეობის იმას, ხო, სურთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. იქ მთელ საფეხურებს გადის აი ამ არის ასეთი სპეციალური ორგანო, ესე იგი კონსტიტუციის მცველთა საბჭო, რომელიც სასულიერო პირებითაა დაკომპლექტებული, ძირითადად იქ იურისტებიც არიან. და იქ მიდის განხილვა ამ დეპუტატების, მათი ბიოგრაფიების, სამეკვეთების, რეკომენდაციები, ვინ, საიდან, როგორ. აი ამ გაცხრილვის შემდეგ ხდება მათი უკვე საბოლოო დამტკიცება, რომ მათ მიიღონ ამა თუ იმ ოლქში მონაწილეობა არჩევნებში. სასულიერო პირები, აი ესა უშუალოდ მმართველობა მათთვის. ასეთი სისტემა ააგეს, რომ უშუალოდ ირჩევენ კადრებს, ვისაც ნიშნავენ. და შემდეგ ამ კადრებთან აქვთ მჭიდრო არა მარტო ასეთი თანამშრომლობა, როგორც რადგან სასულიერო პირებმა გაგიწიეს შენ რეკომენდაცია დაგნიშნეს იქ რა გარკვეული კავშირები გაქვს, არამედ ეკონომიკურ სფეროშიც ქრთავენ. ანუ მიჯაჭვული ხარ, ინტერესი გაქვს ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად, არა მარტო იდეოლოგიურად, არამედ ეკონომიკურადაც, სარგებლობ მაქედან. სრულიად საპირისპირო სისტემა შექმნა აი ამ აიათოლების კასტამ. შახეს ბრძანების გარეშე ჩამოიშალა 9 მილიონი იმპერიული მანქანა, სამხედრო მანქანა, აქ გაუნადგურეს ლამის ყველა გენერლები და დგას სისტემა. იმიტომ რომ დეცენტრალიზებულია, შახს რომ მიეცა თავის გენერლებისთვის თავის უფლების მოქმედების უფლება, ისინი ძალიან კარგად გაართმევდნენ თავს და მიხედავდნენ და დღეს ირანი სულ სხვანაირი იქნებოდა. იმიტომ რომ მაინც მიუხედავად იმ ეკონომიკური ჩავარდნებისა და რაღაც მასების უკმაყოფილების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა შახს მთელი ბიუროკრატიული აპარატი ჩათვალე და კიდევ მილიონობით მხარდაჭერი მოსახლეობაში. იმიტომ რომ ბიუროკრატიაში მომუშავე ხალხის ოჯახის წევრებიც მათანაა დამოკიდებული ამ იმასთან. აბა შახი არ წასულიყო ქვეყნიდან, ვის დაამხობდნენ, როგორ დაამხობდნენ. ხო, მაგრამ ამერიკამ გაიძულა ქვეყნის დასამშვიდებლად უნდა დატოვო ქვეყანი. თურმე იმისთვის გაათრევინეს იმ იმას, აი ამ იმას, შახის იმას, გარემოცვას, აიძულების, გაათრევინეს ქვია, მაგრამ ძალით გაიტანეს. რომ შემდეგ ჯარი გაენეიტრალებინათ. და იმ გენერლების 80% დახოცეს. დააკლეს იმინე ხორებს რო ყლავენ, აი ეს სასაკლაოში გაუშვეს. და ენდობოდნენ დასავლეთს, იმ არ იცოდნენ ასე რომ გაწირავდნენ. გიჟები იყვნენ, ახლა ნეიტრალიტეტი მოეწერია და ის ჩაბარდებოდნენ იმ სასულიერო პირებს, ან გაიქცეოდა, ან წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ რატო უნდა გაქცეულიყო, შახებრძანება არ იყო ქვეყნის დატოვების, ნეიტრალიტეტის გამოცხადების, ტახტიდან არ გადამდგარა და ამერიკა იძახეს მხარდაგიჭიროს, სადმა გაქცეულიყო. უღალატეს. მიატოვეს და ეგონათ რომ სასულიერო პირები კი ახლა ასე პოლიტიკურად აქტიურობენ, მაგრამ მაინც მეჩეთებს დაუბრუნდებიან და ჩვენ გაურიგდებით იმას ლიბერალურ დემოკრატიულ ძალებს, ვინც მოიყვანეს იქ მეხტი ბაზარგანი, ქარიმ სანჯაბი, ებრაჰიმ იაზდი, სადეყ გოტბზადე და 1000 მათი მომხრეები, ხო? აბულ ხასან ბანი სადრი და ასე შემდეგ. ეგონათ რომ მათ დაყრდნობით სასულიერო პირებსაც ეკნებოდათ გავლენა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრსახში ან იმაში foreign office-ში, რომ სასულიერო პირები შეუდგებოდნენ ქვეყნის მართვას. მეჩეთები გახდებოდა სახელმწიფო მართვის ის გაცო წყარო. სრულიად სიგიჟე იყო მათთვის ეს და აქ ჩავარდა ამერიკა მაშინ და დასავლეთი. და იქ გაექცა სადავეები და სასულიერო პირები არც აპირებდნენ დასავლური ტრანსნაციონალური კორპორაციების იმას ინტერესებზე იმას მათ ხუშტურებზე იმას ცეკვას. და მოხდა მე ისაც მოხდა რა აი მოვიდა ესეთი რეჟიმი დახოცა ათასობით მოწინააღმდეგე პროდასავლურთან ვინც იყო ასოცირებული ყველა და არის ეს ხელისუფლება რაც არის. ამათი დამხობა როგორ გინდა ახლა რელიგიურ ინსტიტუციას. და მივედით ახლა ბოლო იმამდე იქნება თუ არა ბირთვული დარტყმა. სავარაუდოდ იქნება თუ ვერ ამხობენ ამათ აბა
მაგრამ მაშინაც რო დაარტყან აზრს ვერ ხედა მე ვერანაირს. საწავა მეჩეთიდან მეჩეთში წავა აი ლოცვას დაიწყებს თუ რას იზამს. წასასვლელი არსად არ აქვს თავის ქვეყანაშია. აი ასეთი სრული სიგიჟე გეოპოლიტიკური მარცხი რაც გააკეთეს დანაშაული რაც გააკეთეს 79 წელს დასავლეთმა კარტერის ადმინისტრაცია რეიგანი რო ყოფილიყო ასე არ მოხდებოდა. აი იმას იწვნის ეგრე სოფლიო, ხო არ გინდოდათ შახი. ზედმეტად ამბიციური და რა ის გინდოდათ ეხლა სასულე პირები თქვენ იმაზე ივლიდნენ ჭკუაზე? ეგერ დადიან და ხოცეთ რამდენიც გინდათ ირანელებს ეს სულაც არ აინტერესებს. ისინი ამისთვის მზად არიან. შახიდის ის არის კულტი, შახიდის წაიკითხეთ რას ისავს შახიდი. მოგონილი კი არა შახიდი. უხარია წამებულად რო ყვდებიან და არა იმაში ბებერთა პანსიონატში რო იხოცებიან სიბერით. იდეოლოგიურად სარწმუნოებით ისე აქვს სისტემა აწყობილი მათთვის ეს გმირობა და პირიქით ხამეინიც წამებულად აქციეს. ხო ეგრეა? კი ბატონო, კი ახლა ამას აქვს მიტანილი ადამიანი. ნუ ეთყობა იქაც ხონდათ გათლა რომ ეს ცენტრალური ფიგურა რო იყო ამ სისტემის მისი ლიკვიდაცია თქვათ სხვა ზომიერ ძალებს შორის გამოიწვევდა განხეთქილებას. ეხლა რჩება რა ვარიანტები ახლა ან ტაქტიკური ბირთვული ბომბის დარტყმა არიან ესეთი თავახდილებიც ჩვენს ქვეყანაში, ჩემო ვასილ, ვინც ფიქრობს, რომ ატომი კარგია, ატომი გამოასწორებს ამ სიტუაციას, თურმე და უნდა დაიბომბოს ატომი, უნდა ჩამოვარდეს ბირთვული ქობინი, უნდა ჩამოვარდეს და ასე შემდეგ რა. ნახე. სადიქნებით, მაგრამ ხო, აი მაგ მინდა გასცეთ პასუხი რა. სადიქნებით ბირთვული მას როგორ გაეკცევით? არა სრული სიგიჟეა კაცო რა ბირთვული ბომბის ხო გითხარი რით ჩამოუვარდებიან ირან გუშახთა გენერლებს კაცო ასეთი განცხადებებით ცენზურას არ არღვევენ და დატოვეთ ეგეთი ხალხი არ დამიბლოკოთ იყოს დატოვეთ უზრდელობას არაფერს წერენ და მათი აზრია და იმას ვერ იაზრებენ რომ ატომი თუ ჩამოვარდა და თუნდაც ელემენტარულ ან სადმე რადიაციამ გაჟონა ყველას ჯვარი წერია იმას ვერ იაზრებენ რა რეგიონში ვართ და ტერიტორიულად რამ ხელათი არის დაშორებული საქართველოსთან ეს ყველაფერი ამას ვერ იაზრებენ და გონიათ რომ სადმე ბოსტანში დაიმალებიან არ ვიცი ახლა მან სად გაიქცევია მაგრამ ესეთი ხალხი რომ არაფრის მაქნის რო არა პირადად ეგ ცხადია ახლა ბირთვული ბომბის დარტყმა ის გონიათ ახლა იქ რომ ათობით 1000 ადამიანი გაწყდება. ნუ ნორმალურია ახლა მათთვის და ნუ სხვამთ რომ დაგარტყას მე აქეთ. და გეგონება სხვა პლანეტაზე ვიყოთ მარსზე და იქ დედამიწას უყურებდეთ იქ როგორ მიდის ვითარება. აი მე დედასა. ხო ნუ ესე იგი რამოდენიმე ის არის ახლა ვარიანტი აქ როგორ უნდა შეიძლება ეს ვითარება განიმუხტოს ნუ ჯიბ დასტაბილურებ მოდი ხო გამოსავალზე ისაუბრეთ უხედავ ამ სიტუაციაში სოფლიო სიტუაცია რაც აქვს დათმობებს ახლა ულტიმატუმის სიმაზე არ წამოვა ირანი სისტემა ისე აგებული ათობის წლის განმავლობაში ანტიდასავლურად ანტიამერიკულად განწყობილი ეხლა ფარებს ყრის ხმალს ყრის და უცებ ტრამპის რაღაც მუხარაზე ხომ აი აწერს კაპიტულაციას სას ყოლა პირობას და აქით სანაცვლოდ ღებულოს უბრალოდ აი კაი ბიჭის აი თუ კარგად მოიქცევით აი მე შეიძლება მოხსნათ ანუ ამის იმედზე უნდა იყოს ირანის სასულიერო და ეს რელიგიური და ეს გუშახთა კასტა რომ ტრამპის რაღაცა იმაზე ადმინისტრაციის აი ამ კეთილ ნებაზე რომ აი იქნებ მართლა ეს კეთილი გული კონდეს და წამოვიდეს ამ დათმობებზე ხო თავისთავად გამორიცხულები ასეთ მუხარეს იმაზე ირანისის არ წამოვა ირანის განადგურებაზე წავლე მაგრამ ამაზე არ წამოვიდეს იმიტომ რომ მათი დამხობის თვალფასი იქნება ნახე რა მაინტერესებს რო აუხსნა მაყურებელს რატომ არ წამოვა ამ ნაბიჯებზე აი ეს მინდა რო აუხსნა რას ნიშნავს რეგიონში ეხლა რო ირანი დანებდეს და თქვათ ან ბრძოლა შეწყვიტოს ან თქვათ აბიდეს კომპრომისებზე რა ელოდება რატომ არ გააკეთებს ამას იმიტომ რომ ვინც მართავს კაცო იმათი პოლიტიკა
ათეულობით წლების განმავლობაში აგებულია დასავლეთთან დაპირისპირებაში და ეხლა ყველა პუნქტი რაც ტრამპმა წაუყენა ულტიმატუმის სახით ესე იგი ბირთვული პროგრამის სრული დახურა ურანის ქვეყნიდან გატანა პროქსი ძალების სრულად დაფინანსების შეწყვეტა სარაკეტო ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განადგურება სანაცვლოდ თუ კარგად მოიქცევით მე ამით დაბრუნდეს ის უკან აი მაშინ რეჟიმის დამხობა იქნება გარდაუვალი სამოქალაქოები უпростоრად იქ დამხობა გაუჭირდებათ ხოდა მან რაღაცა უნდა მიიღოს ირანმა მე ვერ ხედა რა უნდა მიიღოს აგერ იყო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და დინამიურად როგორც მათი განცხადებებიდან ომანის წარმომადგენელი ირანის წარმომადგენელი და უიტკოფი თუ კუშნერი თუ ვინც იყო იქიდან მხრიდან წარმომადგენელი დადებითად იყო განცხადება მაგრამ ცოტა რაღაცაერთ მეეჭვასავით მაშინ ისეთი ის იყო განცხადება რომ ძალიან სიღრმისეული დადებითი მოლაპარაკებები მიდის თუმცა ვერცეთ საკითხზე ვერაფერზე ვერ შეთანხმდით როგორ მიდის დინამიურად თუ ვერაფერზე ვერ შეთანხმდით კაცო მე ვერ გავიგე რაღაცა დინამიურად მიდის როცა 10 პუნქტიდან 2 მთავარ საკითხზე გვაქვს თანხმედრა და მე მიდის დათმობა ვერცერთ საკითხზე ვერ შეთანხმდით მაგრამ ყველაფერი დინამიურად კარგად მიდისო რა იმი ვინ თქვა რომელიც წარმომადგენელი იყო გააზრდა მეთქი რაღაც მართლა კარგად ვერ მიდის მეთქი ამათ შორის რა ხოდა იგივე ის შარშან გავიხსენო 12 დღიანი ომის დროს მიდიოდა მოლაპარაკებები დაიწყო ომი გაუნადგურეს ინფრასტრუქტურა და სამხედრო პოლიტიკური ლიდერები ეხლაც მიდიოდა ჟენევაში მოლაპარაკებები ვენაში იყო დაგეგმილი წინა დღეს დაარტყეს აგერ ერთი თვე მიმდინარეობს ეხლა ისევ რო წავიდეს ირანი რაღაცაზე გარანტიას ვიმისცემ რომ ნახევარწესმიერი არ დაარტყა მის კი კომპრომისები ცივი ომის რეჟიმი და გაყინული ომის რეჟიმი არ აწყობს ირანს ამ შემთხვევაში მით უმეტეს უფრო სუსტ პოზიციაში იქნება თუ ეხლა წავიდა დათმობებზე არაფერი არ მიიღო გარანტიები რომ ისევ არ დაგმოს არა და ესე ერთ-ერთი პირობა ირანის რომ მყარი გარანტიები ჭირდება რომ არა იმიტომ ეხლა კი შეწყდება მაგრამ რომ მე არ დაიბომბოს ირანი იმიტომ რომ ეხლა ყველაფერი რო დათმოს და ელოდოს თქვა სანამ ირანს ამოასუთქავენ ისინი კიდევ მოემზადებიან და მე თქვა მოუღებენ ბოლოს და არ წავა ირანი ამაზე იმიტომ რომ ფაქტიურად თვით ლიკვიდაცია იქნება ამ რეჟიმის ხოდა არ წავა ირანი რაღაცა უნდა წაიღოს სახში ამდენი ვიპინა პუნქტებიდან ნუ არც ერთზე ვერ შეთანხმდა ახლა პაკისტანი და თურქეთი კი აქტიურობდნენ მაგრამ როგორც ჩანს ირანმაც ისეთი მიჩეხედა ამათ აქტიურობას ნუ მადლობა კი გადაუხადა პაკისტანს და თურქეთს მაგრამ ამერიკის დობა არ შეგვიძლიაო რა არაფერი არ გამავა აქედან და ნუ რაც იქნება ის იქნება всё აი ესეთი იმით არის ამერიკას რა დარჩა ახლა ტაქტიკური ბირთვული გითხარი ნუ ეს არ ვიცი ეს სრული სიგიჟე იქნება კაცო ის გასაკოჭე იქნება მაშინ იმ დღესვე კაბინეტში ერთი ვინ უნდა შეასრულოს ეს ბრძანება ეხლა ნახე პატარა გადახოვას გავაკეთებ ალბათ შენც ნახავდი ვასილ ამ განცხადებას ტრამპს აქვს ესეთი განცხადება გუშინ გაკეთებული რომ თუ კიო რამეო მოხდაო ვენესუელაში იმ ხელ ავტორიტეტი მოხსო ჩავალო ინასაც ვისწავლიო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და პრეზიდენტი იქ გავხდები და იქ დავრჩებიო ანუ გადაზღვევას იკეთებს მე მგონი ვენესუელით ინდონეზე გარეკა კაცმა ძალიან აბსურდულად ისეთ განცხადებებს აკეთებს ადეკვატურობისგან ძალიან შორს არის არ შეიძლება მოწინააღმდეგეებს აბნევს რომ გიჟი ეგონოთ ყველაფერზე წამსული არც ეგაა გამორიცხული მაგრამ შეიძლება გიჟის იყოს ნახე მე რა მახსენდება და ნამდვილად კავშირში არ ვიცი მაგრამ რაღაც დოზით როცა ვერსიებს ჩამოალაგებ საერთო სურათს როცა შეკრავ და კარტინკა შეიკრება მე უკვე ვერსიებს ხოთვლი რომ ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გავიხსენოთ მაგალითი არ ვიცოდით რომ ბაიდენი ვერ იყო არ ვიცოდით რომ ისეთ ასაკში იყო კაცი რომ თავისით ვერაფერს ვეღარ აკეთებდა მაგრამ ბოლო 1 წელი დააკორდი გაიხსენე პროცესები ხან აჩრდილებს რომ ესალმება და აძლევს და ხელს ართმევს და ხან რა კადრები გაურცელეს ხან რა რომ გიჟად წარმოეჩინათ და რაღაცა მე მგონი აქაც არის ჩანს ეგ ტენდენცია ამ შემთხვევაშიც ძნელი სათქმელი ახლა ამერიკის პოლიტიკური სისტემა ისეც არა აგებული რომ ტრამპი წყვიტავს მან გუნდია მათ აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი ის უნდა გაატაროს მაგრამ
ეს არა ახლა რუსეთში რომ მართავს პუტინია ყველაფერი თავიდაბოლო. ამერიკაში ესე არა თავიდაბოლო. იქ ძლიერი ოპოზიციაა კაცო, იქ მთელი ინსტიტუტები მუშაობენ. მაგრამ მან რა გადაოტრიალდება თავში, მაგი არავინ არ იცის. და იმედია ბირთულის აგაგვითენდება, იმედია, მაგრამ აი მე უკვე ვთქვი ბირთული იმის უაზრობაზე. კი არ გამოვრიცხა მე ვიძახი უაზრობა რა შედეგი უნდა რო დაარტყა მერე წამოვა, ვინ წამოვა მერე. მერე ხო არავინ არ წამოვა. და მეორე ვარიანტი ის სამხედრო ინტერვენცია კუნძულებზე. მან რა აზრი აქვს მათი დაკავება თუ ირანს სარაკეტო პოტენციალი და შაჰიდების პოტენციალი ისევ შემორჩა. იმ ჯარებს დაგიბომბავს და მსხვერპლი გექნება. გეკავოს. ირანი ისედაც ვერაფერს ვერ მიიღებს იქიდან და ისე რო არ დაკტოვებს იმ თავის კუნძულებზე გასაგებია. გესვრის მამანდას, ამიტომ საუბარი იმაზე, ჯერ შაშან კიდევ საუბრობ იმას, მისი სარაკეტო პოტენციალი განადგურებულია, ეხლაც კიდევ ერთ კვირაში სარაკეტო პოტენციალი განადგურებულია, ვინ ბომბავს ამ არაბულ ქვეყნებს, დღემდე გაურკვეველია მაშინ. ნახე რა მაინტერესებს მიკითხე ირანის მხარეს რა იქნება. უკრაინის შემთხვევაში რუსეთს რაკეტები ელევა და ნუ რაღაც აბსურდი კაცო, რა ელევა პროპაგანდაც რა ელევა კაცო. ეს ჩვენ არაფერი რაკეტა რო აქვს, თორე იმათ კი აქვს. კი ბატონო. ვასილ ნახე მე დაგისვე კითხვა ერთი მხრიდან ის ირანი თუ დათმობს და რა სიტუაციაში ჩავარდება ამ შემთხვევაში თქო. ეხლა მინდა მეორე მხარესაც დაგისვა ეს შეკითხვა. ისრაელისთვის და ამერიკისთვისაც ისრაელი მარტო არ არის რა თქმა უნდა, აქ არის ფაქტორი ამერიკა და ორივე სახელმწიფოს მხრიდან თუ კი მოხდა ამ შემთხვევაში ან დამარცხება ან თუნდაც უკან დახევა ამ სიტუაციაში ირანთან მიმართებაში შემდეგ პოლიტიკურად რა პოზიციაში იქნება ამერიკა და ისრაელი ამ შემთხვევაში თუ კი ეს მოხდა მე ვიცი რომ არ მოხდება მაგრამ ყველანაირი კითხვა მინდა დაგისვა რომ რაღაცა საერთო პოლუსებამდე მივიდეთ. პირადად მე მიმაჩნია რომ გამოსავალი ამ ვითარებიდან არის არა სამხედრო გზა. სამხედრო გზა რეგიონს დააყენებს სრული კოლაფსის წინაშე. თუ ეს არის ამერიკის და ისრაელის ამოცანა, ეს მიღწევადია. მაგრამ თუ ეს არ არის მათი მთავარი ამოცანა, მაშინ უნდა გამოიყენონ დიპლომატიური არხები, იმიტომ რომ ირანი წამსვლელია დათმობებზე, არა დიქტატზე. დიქტატზე არ წამოვა. უნდა იცოდე ვისთან როგორ ლაპარაკობს. აუცილებელი კი არა სასულე პირებზე ის ლოცვით იწყებდა ყოველდღიურად და ის გიყვარდეს კაცო. სისტემის არსია ისეთი არ წავლენ ისინი დიქტატზე კაცო. სასულე პირზე იძახი შახის რეჟიმს აუმხედრდა ხომენი და ვერ მოთოკეს ისინი მოუწია გაძევება და თქვენ გიდათ მთელი რელიგიური ინსტიტუცია დაეჩოქოს ახლა ამერიკას ტრამპის ადმინისტრაცია რასამ ფაქტ მაშინ თვითონ საკუთარ ლოიალისტებს შორის მოხდება განხეთქილება ეს თუ გააკეთეს იმიტომ რომ თუ ზედაფენა ასე ფიქრობს იქ ქვედაფენაში დიდი ნაწილია რომელიც არ ფიქრობს ისე რომ ღირს რამეს დათმობა იმიტომ დიდი მსხვერპლია გაღებული ამ გზაზე ისტორია თუ სარია ეს სხვა თემაა კაცო. აქვთ ეს გზა აღებული 79 წლიდან მიყვებიან. მიაჩნიათ ისტორია. მიდი გადაარწმუნე მაშინ თუ არა ასორი. ვასილ, ძალიან დიდი მადლობა. ამომწურავი პასუხებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. საათი და 44 წუთია. 40 წუთი ჩავთვალოთ, იმიტომ რომ დასაწყისში 4 წუთი მე ვიყავ, 5 წუთი მე ვიყავი. უღრმესი მადლობა ესეთი კარგი, სწორი ანალიზისთვის. როცა წლები იკვლევს ადამიანი, ახლო აღმოსავლეთი არ არის პატარა რაღაცა ფენომენი, ხო? ეს არის უძლიერესი ტერიტორია, სადაც საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის სახიფათო ზონა იყო და ეგრე იყო ყოველთვის და ეხლა მით უმეტეს ბევრად უფრო სახიფათო გახდა, როცა არეულობა დაიწყო ახლო აღმოსავლეთში და შენაირად მცოდნე და განათლებული ამ კუთხით ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში და ყველგან უნდა ისმოდეს შენი ხმა. ყველგან ამას გავიმეორებ, ყველგან და ყოველთვის, იმიტომ რომ შენაირი მცოდნე ადამიანები ამ კუთხით ძალიან ცოტაა ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ძალიან დიდი, კიდევ ერთხელ გილოცავ ხარების დღესასწაულს და ქალბატონოლია შეიძლება გამომრჩა, სანამ მე სტუმარს დავემშვიდობები, მასაც მიცემ რამდენიმე სიტყვის საშუალებას, მანამდე დაწერეთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს, არ დაგტოვებთ, უყურადღებოთ, გამომრჩენია შეკითხვა.
რამოდენიმე სიტყვით შეაფასე დღევანდელი ლაივი და ამასობაში ქალბატონ ილიას დაგვიწერ შეკითხოს და მე დაგემშვიდობები, კარგი? შეფასებით იმაზე მეტი რა უნდა ვთქვა ახლა რას თქვი, უბრალოდ ყოველს გისურვებთ შვიდ გათენებას არა მარტო ხვალ, არამედ სულ ასე რომ ვთქვა და ახლა ჩვენ არ უნდა შეგვეხოს კაცო, იქ რაც კი სერი უტეხია და ერთსა მეორეს. ჩვენ არ შეგვეხოს, მაგრამ ის ვინც ახლა იქ რა ბირთვული იმაზე გეგონება ახლა წამომწვარია სადღაც უბანში გახეთქილი ლუდიტში შემოვარდებიან და ბოდავენ რაღაცას, კაც. გაწონასწორებული ნორმალურად საღად მოაზროვნე ადამიანი ბირთვული ბომბს იმეზე შეტაკებას როგორ უნდა მიესალმებოდა, ხარ ბიძია დალაგებული საერთოდ. ხარ ჭკუაზე ქრისტიანობასთან, ადამიანობასთან ახლოს ხარ? და მე ახლა ესეთები მოუშვი ხელისუფლებაში აქ სიტყვაზე. რით ჯობნია და აიათოლებს და გუშაკთა კორპუსის გენერლებს. ამაგებით. ვასილ, ჩემო მეგობარმა ამოსქრინული ჩამიდო ქალბატონ ილიას შეკითხვა, რომელიც გამომრჩა, გაიმეორა ეხლაც. ბრიტანელების და ამერიკელების ინტერესები ემთხვევა თუ არა ირანთან მიმართებაში და რატომ, თუ შეგვიძლიათ რა უხსნათ. ამ შემთხვევაში უყურეთ შემიძლია მოვიშველიო თვითონ ბრიტანეთის პრემიერის განცხადება, რომელმაც არ ისურვა ირანის ნავთობის სამხედრო კამპანიაში ჩართვა. მან ახლა უყურეთ ეს როჩაებას, ბრიტანელებმა რა უნდა მიიღონ აქედან სიტყვაზე. რა უნდა გააკეთონ. ამოცანა არ ჩანს რეჟიმის ცვლილება, რეჟიმს ასე რაკეტებით ვერ შეცვლი. რაკნას 200,000 ჯარისკაცი ბრიტანელები გაგზავნოს და ამერიკელებთან ერთად ინტერვენცია განახორციელონ, ისეთ არნახულ ქაოსს მიიღებენ რეგიონში, მან არ დალაგდება სიტუაცია კარგახანი. არ უღირს ეს მსხვერპლად. სად პატიჟებს ტრამპი ის ვერ გაიგეს ბრიტანელებმა, თორე ირანი მათი ნახევარკოლონია იყო საუკუნე ნახევარი. თავისთავად კი უნდათ რაღაც ის კონდეთ გავლენები, მაგრამ ამ მსხვერპლის ფასად ხო ხედავს ერთი თვე, ხო? ურტყამს, ურახუნებს, უნადგურებს, არაფერი დგას. მე არ ვიცი, არ უნდათ ბრიტანელებს, ევროპელებსაც არ უნდათ ეგ ის მისი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, მაკრონის განცხადება ვიღოთ. რატო არ უნდათ ჩართვა? იმიტომ რომ უყურეთ 2015 წელს ვენის ხელშეკრულება რო შედგა ევროპელების ინიციატივით, რომელსაც იქ თურქეთი კი არა გაცა, ჩინეთი და რუსეთიც შეუერთდა, ოღონდ არა როგორც ინიციატორები, არამედ თანაინიციატორებით მხარდაჭერთა რაღაცის ხო მონაწილეები. შემდეგ ამერიკა შეუერთდა. მან და ახლოს იყვნენ მიღწევასთან, იმიტომ რომ ესე იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, მათ საიტზე დაგუგლეთ, კითხეთ ხელოვნური ინტელექტს სწორი შეკითხვა დაუსვით, რა წერია აი ამ მაგატე, ის რუსული ის არის აბრევიატურა, ქართულად არ აქვს აბრევიატურა. მან ინგლისურად ჩაწერე და ინგლისურად კითხეთ ან ქართულად კითხეთ დასკვნები 2015-დან 18 წლამდე რას წერდნენ ირანის მხრიდან მის ნაკის ვალდებულების შესრულებაზე. იქ წერია, ასე წერია პირდაპირ გითარგმნის ასე პირნათლად ასრულებს ირანი თავის მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა მან დარღვევა, სადაც ირანელებმა მაინც ეს ახლო აღმოსავლეთ იმაიმუნეს რაღაცის გადამავლა უნდათ. მაგრამ გამოავლინეს, იქ იყო იმაზე ურანს ეხებოდა, მაგრამ გამოავლინეს და აღმოფხვრას მალევე. იქ ერთი კვირის ფარგლებში თუ ორი კვირის ფარგლებში მოაგვარესეს და ეს აღენიშნა აი ამ სააგენტოს შემაჯამებელ დასკვნაში. დადები მიდიოდა ირანი მისი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის დემონტაჟზე. საერთაშორისო 24 საათიანი მეთვალყურეობით ყველა ბირთვულ ობიექტზე. ეხლა ტრამპი რო გავიდა პირველი ადმინისტრაცია მაშინ 2018 წლის მაისში, მაშინ ირანში ვიყავ მე კონფერენციაზე. და იქ ირანელების პასუხიც მახსოვს, რომ ამის დობა არ შეიძლებაო. პროფესორებიც ვინც უსმენდა, მკითხე მეთქი რას ფიქრობთ მეთქი ამაზე. არ ჯობდა რომ ის ხელშეკრულებიდან არ გასულიყო და ირანი თუ დაარღვევდა თქვას ნაკის ვალდებულებას, იქ შემდეგ უკვე სანქციები მოყვებოდა და მერე ხო უფრო გაადვილდებოდა ევროპული აი ამ საინიციატორო ჯგუფის დაყოლიება, მოდი ირანს ბოდიში და დედა უტიროთ.
ქმნის, იმიტომ რომ ევროპელებსაც ინტერესი ექნებოდათ. საერთაშორისო თვალშიც დასაბუთების წინაპირობაც ექნებოდათ. და თავისი ინტერესების წილიც ექნებოდათ, მე რა იქნებოდა თქვა ეს რეჟიმი თუ მოახერხეთ ამის დემონტაჟი ან ძლიერ დასუსტება. არც ერთი მოხდა, არც მეორე, არც მესამე და სადეპატიჟებად რამე გამაგებინეთ. მსოფლიო პოლიტიკის კუთხით თავის სამართლებელი პოზიციაში კი აღარ ჩადგებოდა უკვე, მართალი პოზიციიდან იქნებოდა და უკვე აღარ მოუწევდა არც თხოვნა, არც შეთავაზება და მით უმეტეს საერთოდ თქმაც არ მოუწევდა, თვითონვე დაუდგებოდა სულ ყველა უკვე გვერდით ხო ამ სიტუაციაში. ხო და ნუ ეხლა დარჩა მარტო და არ უნდა გაუკვირდეს კაცო, მაშინ ხელში კონდათ ეს ხელშეკრულება ლამის. ვის მოატყუებდა შენ? ბრიტანელები, საფრანგეთი, გერმანია, იქ რუსეთი იყო, ჩინეთი იყო, ამერიკაც იყო. ეს საერთაშორისო სააგენტო ხო ატომური ენერგიის ყველა აქ იყო ჩართული შენ ირანელებს მოატყუებდნენ ესენი თა მოატყუებდნენ საკუთარ თავს არა მაგრამ ასრულებდა თავის მოდიოდა აწყობდა ეს სანქციების მოხსნა ამასი ცვლიდა არ წავიდნენ და ეხლა აგერ ირანი ერთ კვირაში შექმნის 2 საათში შექმნის აგერ ის არის 8 აპრილი 40 წუთში შექმნის ბირთვულ ბომბს ამ ზღაპრებით ტენია მოსახლეობას. არაფერი ბირთვული ბომბი ირანს არ აქვს. კაი ხანი ვერ ექნებოდა. ნუ არც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჯაჭვური რეაქცია წავა თურქეთს მოუნდება, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და ავიცი კიდევ საიქიოში კიდევ იმას მოუნდება ვინმეს ჯანდაბას. და არ შეიძლება ეს ხო თავისთავად, მაგრამ არ ქონდა ირანს ეს. თავის ბირთვulis და სხვა რაღაცა აქვს. დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშეს გამოთიშვა ეს ერთი. მეორე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, საბაჭრო ქსელების გზების პერეფორმატირება, გადაფორმატირება როგორაა მაგი. სხვა მიმართულებით, ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანი იჭრება. ჩინეთის ეს ერთი გზა და ერთი სარტყელის ის ამ ირანის მიმართულებით იჭრება. ვარდება ქსელიდან. რამხელა გეოპოლიტიკური დარტყმა ახლა ეს ერთისთვის და მეორესთვის რუსეთისთვის აქეთ ინდოეთის იმეს სხვისკენ გასასვლელი ირანი იყო ამ კუთხეზე საიმედო და იმისთვის ჩინეთისთვის იაფი ნავთობგაზი ირანიდან იყო და ეს ხო დანაკარგია ჩინეთისთვის ამ კუთხით გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მარტო ირანზე არა აქ დარტყმა იმათაც ურტყამენ ამიტომ ეს რო შეფუთავენ ამ ერთი ბირთვული ბომბის გამო არ არის აქ იმ ბირთვულ პროგრამასაც მოყვება მთელი რა ინფრასტრუქტურას რატო უნადგურებენ გზები და იმას მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ვასილ თუ დაგრჩა რაიმე სათქმელი დრო გვაქვს უბრალოდ კითხვები ფაქტიურად რაც მინდოდა ამოვწურე და ამიტომ აღარ გაყონი თუ დარჩა რაიმე სათქმელი ძირითადად უკვე ვისაუბრე თვითონ სახელმწიფო სტრუქტურის არსზე გითხარით იმიტომ რომ ეს მასა ჩვენთან როგორც ვატყობ გაყოლილია პროპაგანდას ეგრე აქციები რომ დაიწყოს всё დაამხეს მეშხედი აიღეს თეირანი აიღეს მეთქი რა აიღეს რას ლაპარაკობ როგორ ჯერათ ასეთი რაღაც მაგრამ ხო აჭამეს ეხლა როგორ არიან იმ ნაჭამით კიდევ ჭამენ ნუ ახლა ვიცი თუ მოვწოთ ამ პროპაგანდაზე იყავით ამ პროპაგანდისტული და მე ნუ გიკვირთ რომ ცხარე რეალობის წინაშე აღმოჩნდებით არ ემხობა ეს რეჟიმები ასე რა მთელი ინსტიტუცია სახელმწიფოებრიობა ირანული ნაციონალიზმია რელიგია შიიზმი მათი ის ქვეყნის დაცვის мотиваცია, პატრიოტიზმი, შოვინისტური ისინი შეხედულებები, სხვანაირი ისაა, კაცო. ისინი ამერიკელებს უყურებენ როგორც გუში მოსულებს, კაცო. და ეხლა ამერიკა თვითონ უყურებს შენ თუ მე რაღაცას ის ირანელებს ამაზე ეცინებათ. არ წამოვლენ ისინი კომპრომისს, დაანგრიო ურახუნე რამდენიც გინდა. კაპიტულაციას არ მოაწერს და ვინც მოაწერს ირანის მხრიდან აი შახს რო დაედო ის კლეიმოარ არის რას უძახია მაგას ხო? რო აწვავენ ხოლმე იმათ ცხელ იმას და ტოვებენ ყველას რას შანთებს მე მგონი შანთები იყო რაღაც ხო? კლეიმო არის რუსულად ბოდიში ამისთვის სხვანაირად ხო იმას რო ტოვებენ იმას ხო ვერ როგორც ჩახმა ვერ ჩამოირეცხა არც ერთი ირანელი არ მიიღებს და აღიარებს იმ ხელისუფლებას უცხოელი ძალის მიერ ტანკებზე და ბომბების ქვეშ იქნება მოყვანილი. არ შეარჩენს. ნაციონალისტი
დამღა შანთი დაღი ხო დაღი ბოდიში და მე მეცამ რუსული და არ მიყვარს ვასილი იმიტომ რომ შენ წლების განმავლობაში მეტწილად გიწევს ან ირანულად ან რუსულად სტატიები რამე წლები ამ ყველაფერში ხარ და მე არ მიყვარს და არა უშავს დაყურებელი მიხვდა რაც თავარი აი შახზე გითხარით ხო ის ვინც ვერ მოესწრო იმას ვერ მოესწრება მე ნახავს ამას რამდენი დამოუკიდებელი ის გააკეთა ნაბიჯები ირანისათვის ამერიკა დასავლეთ სიმინა აი რო იტყვენ თხლიშა 73 წლის ის ემბარგო რომ მოხდა აულაწუნა აპადლეცა ხომ იცი აპადლეცება და ცემა ჩვენთან იცით ხო აპადლეცება უფრო დამცირებაა ჯობი აქ ცემონ ვიდრე აგაპადლეცა აი აუპადლეცა დასავლეთს შახმა 4ჯერ გაუორმაგა ეს თეკლა ნავთობი 4ჯერ გუშინ რომ $3 მიხდიდიო დღეს 12 გადამიხადეო ერთი ნაბიჯი დათმობაზე არ წავიდა იმიტომ რომ გეყოთ რაც ირანი ძარცვეთო ეხლა ნავთობში სათანადო ფასი გადაეხადეს და კიდევ ბოლოს დამაგვირგვინებელი 73 წლის მარტში შახმა მოახდინა ის რაც მოსადიყმა გააკეთა 12 წელს 51-დან დაწყებული 52 წელს ნავთობის ნაციონალიზაცია დაასრულა ირანის ნაციონალური ნავთობკორპორაცია აწარმოებდა ეს ენერგორესურსების ნავთობგაზის მოპოვებას, გადამუშავებას, შენახვას და გაზიდვას. ის იყო გამყიდველი. მთელი ამ მისი ციკლის. დასავლეთ იყო მყიდველი, კლიენტი, მორჩა. აი ეს ქნა შახმა ვერ ჩამოირეცხა, ვერ მოიცილა ეს მაინც და ისევე იქნება ნებისმიერ ირანის ხელისუფლებაში, ვინც არ უნდა მოვიდეს გინდის შახიშვილი დააბრუნონ, ვერ ჩამოირეცხავს ამას. იმიტომ რომ იქ ძალები იქნებიან ისეთი, ვინც წინააღმდეგობას გაუწევენ ამას და ამ თეოკრატიული მკაცრი რეჟიმის გაცილებით უფრო დიქტატორული რეჟიმი უნდა დამყარდეს, შემდეგ სიტუაცია რომ გააკონტროლო. ამიტომ საკმაოდ რთული ვითარება ერთადერთი შეუძლიათ ირანსაც რაღაცა ხორციანი ძვალი გადაუგდონ და არა უბრალოდ ძვალი. ხო, მაშინ ირანი წავა დათმობებზე. მაგრამ ირანმა არაფერი არ მიიღოს. ნუ თუ დაღუპა უწერია გაიყოლიებს მთელ რიგი არაბულ ქვეყნებსაც და ეს მსოფლიოსაც დაეტყობა და ჩვენს რეგიონსაც თავისთავად უარყოფით და დაისახება ჩვენზეც. აი ჩვენთვის როგორი ის იქნება, კაი, ჩვენთვის თავარია თავისთავად ხომანური რეჟიმი იყოს. მეტნაკლებად, მაგრამ ახლო აღმოსავლეთია, მეგობრებო, ახლო აღმოსავლეთს არაფერი კავშირი არ აქვს ხომანურობასთან. იქ ადამიანის უფლებები, კი არა, უბრალოდ შედარებითია ყველაფერი და შედარებით ნაკლები იყოს ამას გულისხმობ. ადამიანის მოვალეობა წინა პლანზე და არა უფლებები. სახელმწიფო წინაშე მოვალე ხარ. და მერე უკვე სახელმწიფო რაღაცეებს რო გადმოგიგდებს, აი ეს იქნება მაგის მოწყალება. მაგრამ მე უფლება მაგი არა, თავში ჩაგარტყამს. შენ უფლება არ გაქვს, მოვალე ხარ. სხვა სისტემაა. ჩვენ გვაწყობს აი მეტნაკლებად ჰუმანური იყოს ახლა. მეთმახნას კარგი ის იყოს უფრო ის ჩვენთვის რა ადამიანობასთან, ქრისტიანობასთან გაიგივებული, მიახლოებული რაღაც წესწყობილება. მაგრამ ვერ მოხერხდება ეს სამწუხაროდ. მათი მენტალობა ესეთი საუკუნოვანი განმავლობაში გარე ფაქტორებია, შიდა ფაქტორებია და პროგნოზირებადი ირანი გვაწყობს ჩვენ. პროგნოზირებადი ირანი კი არა, რეგიონი. გიჟები რო არ იყვნენ იქ, სადამ ხუსეინი და რაღაც ესეთები, რაც რეჟიმის იმას იწვევს. ნუ აფერხებს რეჟიმის იმას, საფრთხეს აყენებს. მაგრამ ესეც ვერ იქნება. იმიტომ რომ რეგიონი მდიდარია ნავთობგაზით. ამიტომ ყოველთვის იქნება საგარეო ჩარევა. ყოველთვის. ცალკე მე თუ გადავრჩით, შემდეგი გადაცემა გავუკეთეთ ახლო აღმოსავლეთის რეჟიმების სპეციფიკებს და მან დაგიხსნით სად მოხდა დასავლეთის საბჭოთა კავშირის ჩარევა, როგორ, სად, რისთვის, ვინ როგორ დაამხეს, რატო დაამხეს და როგორ გამოიყენეს ქვეყნის შიდა სასუსტეები.
ეს ცალკე. თუ გადავრჩით მანამდე იმედია გადავრჩეთ. ნახე, აღდგომის დღესასწაული, როდესაც ჩაივლის ვასილ, ღმერთით იმედი მაქვს სამყარო გადარჩება და მართლა რაღაც კატასტროფულ შედეგებს არ მიგვაღებინებენ. ჩვენ არ გვინდა და ჩვენ დაუნებურად არ მოგვიწევს კატასტროფულ შედეგებთან შეჯახება. აუცილებლად გავაკეთოთ. თან ვეცდები თეოლოგიც მოვიწვიო, რომელსაც ასე თუ ისე განათლება აქვს და წაკითხული აქვს, კარგად იცის ყურანიც და აი ძალიან საინტერესო იქნება რელიგიური თემაც რო ჩაერთოს აქეთ შენგან პოლიტიკური და ახლო აღმოსავლეთის ცოდნა რო დაიტვირთება და ძალიან საინტერესო გამოვა მე მგონი ორი რესპონდენტით და ამაზე მე ჩვენ შევთანხმდეთ აუცილებლად პირიქით მადლობა რომ ეს ახსენე მე იმედი მაქვს რომ სამყარო გადარჩება და გადავურჩებით ამ კატასტროფას და ამიტომ ჯერა რომ შევხვდებით აღდგომის შემდეგ აუცილებლად ამ თემაზე სასაუბროთ მადლობა ძალიან დიდი ვასილ კარგად გაგაზანებოთ მშვიდობიანი საღამო და მშვიდობიან სამყაროში შევხვედროდით მომავალში